მაგრამ მაინც ესე იყო ბაზა დინამოს. მარჩხუთი იყო კონცეპტუალურად იყო და დინამოსთვის, ანუ ქვეყნის თავარი კლუბისთვის ბაზა. თავარი კლუბი კიდე იდგა ნაციათა შეჯიბრებაზე სხვა ქვეყნებში. ეს რომ მორჩა ქართული ფეხბურთის ახალი იდეა ვერ ვიპოვეთ. კი ბატონო, დავიწყოთ მე მგონი. დავიწყოთ. მოგესალმებით ჩვენს შემდგომ პოდკასტში, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი ნურაძე და ჩვენი სტუმარი იქნება გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკური პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხუჩია. იაგო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ. და რა თქმა უნდა, საუბრობთ ახლა იმ მოცემულობაზე, რომელიც ესე ვთქვათ, პოსტსაარჩევნო პერიოდში ჩამოყალიბდა და აგერ უკვე ესე ვთქვათ, პრესაარჩევნო პერიოდისკენ მივდივართ, ხო? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მოდი ისეთი ზოგადი შენი შეფასება ესე ვთქვათ, ხო? ანუ კი გისაუბრეთ თქვენს პოდკასტებში, იქნება თუ სხვადასხვა ეთერში ამ ყველაფერზე, მაგრამ აი ეს რაღაცა იქიდან მოყოლებული ეს გზა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისკენ ქართული პოლიტიკური რეალობის შენეული წარმოდგენა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ რთულია ზოგადად რამე ერთი წარმოდგენაზე საუბარი, იმიტომ რომ მივდივართ ახალ არჩევნებამდე და არ ვიცით როგორ იქნება ეს არჩევნები? ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას? მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება თუ საპარლამენტოს დაემატება? ზოგადად რა პოლიტიკური კონფიგურაცია იქნება ამ წინა საარჩევნოთ? იმიტომ რომ მე რასაც ვუყურებ, ანუ წინა არჩევნების საარჩევნო კონფიგურაცია ირღვევა. ჩვენ ვხედავთ მაგალითად, რომ თუ წინა არჩევნებზე იყო 4-5-9-25 ხმა არ დაიკარგოს და ასე შემდეგ. ბოლოს აღმოჩნდა რომ ყველა ხმა დაიკარგა, იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც ხალხს მოუწოდებდა ხმა არ დაიკარგოს, საერთოდ უარი თქვეს მანდატებზე, პარლამენტში საერთოდ არ შევიდნენ. შესაბამისად 800,000 ხმა რაც მიიღეს, საერთოდ დაიკარგა და ახლა კიდე ახალი კომპონენტი რამდენიმე დღეა შეემატა ამ ყველაფერს, რომ გამოდიან და რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქამდე პრეზიდენტად მიაჩნდათ ჯერ კიდევ, უცბად ამბობენ, რომ ის აღარ არის პრეზიდენტი და რაღაც მან შეცდომები დაუშვა, რომ ის არ შეიწყალა და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად იმ კონფიგურაციის რღვევა თუმცა ბიშა მაშინაც არ ყავდა შესყარებული, ცოტა მარმე მაშინ იმედი არსებობდა. არა, მე მაინც თქვენ თუ გუბას ანიკიძეს იმას მეუბნებით, მე რაღაცნაირად იუმორ ნარევის რომ არა, მერეც როცა უკვე ნათელი იყო, რომ ვეღარ შეიწყნარებდა. მერეც თუ გახსოვთ, ისევ იყო, ანუ მიშა არ იყო თავარი საკითხი. მიშა არ იყო თავარი საკითხი, ეხლა გაახსენდათ მიშა. ხო და ანუ მე ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ნაცმოძრავისთვის მიშა არ ყოფილიყო თავარი საკითხი ფიზიკურად და სულ მიკვირდა ეს რომ როგორ ეპატიებოდა სალომეს ის რომელიც არავის არ ეპატიებოდა სხვანაირად რო ყოფილიყო მაგაზეც ვსაუბრობ და უცბად აღმოჩნდა ის რომ მიშამ ჩათვალა თავი გადაგდებულად იმიტომ რომ მე სხვანაირად ამას ვერ ვხსნი რომ როგორ შეიძლება პირობითად მიშა ჩუმად ყოფილიყო მთელი წინა საარჩევნო პერიოდი ის არ ეთქვა რასაც ახლა დაიწყო ლაპარაკი მიშას თანაგუნდელები პირში წყალჩაგუბებულები ყოფილიყვნენ ისე რომ მიუხედავად იმისა რომ მიშას არავინ არ იწყალებდა და აი ყველაფერი რაღაცნაირად მიეცათ საშუალება ქართული ოცნებისთვის რომ თავისი გეგმა ბოლომდე შეესრულებინათ. მე უცბად აღმოჩნდა რომ მიშა გადააგდეს და კიდე მიუსაჯეს 9 წელი დამატებით და აქედან გამომდინარე უცბად კონფიგურაცია იცვლება მიშას თანაგუნდელები გამოვიდნენ და ამბობენ რომ რაღაც სალომე ზურაბიშვილი ის არ არის ვინც აქამდე გვეგონა გუშინ წინ გახარიას და მის გუნდს აკრიტიკებდნენ და იწყება ახალი ტიპის პოლიტიკური კონფიგურაციების ჩამოყალიბება. როგორ სახეს მიიღებს ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მე არ ვიცი, მაგრამ გულშემატკივრობ იმას, რომ ოპოზიციამ შეასრულოს თავის დაპირება და საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. ქართველი ხალხისთვისაც უკეთესი იქნება, მათთვისაც უკეთესი იქნება ჩემი აზრით და ზოგადად ანუ ერთხელ ხომ უნდა ვცადოთ მე მგონი არჩევნები ქოცნაცური დაპირისპირების გარეშე. ხო და აი მე მგონი პირველად არსებობს შანსი. გაქვს იმედი რომ ესე დატოვებენ ნაცები ამ ველს? სამწუხაროდ არ მაქვს ამის იმედი, მაგრამ მინდა რომ ასე მოხდეს, მინდა რომ ჩვენი კოლეგები ერთხელ მაინც აღმოჩნდნენ სიტყვის ხალხი და შეასრულონ ის რასაც პირდებიან ქართულ ამბავში. შეიძლება ერთი შეკითხვა მაქვს და იმას კი თავისუფლად შეკითხვა მაქვს და თან ხო მინდა რომ დაიხსოვოს ახლა მოდაშია წინასაბრწყოლება ყველა ესე მე ამ შევიახვალოს მაგრამ რაღაცა ახლა პირველად ვიტყვი ესე წინასაბრწყოლებას სხვა შორის ჩვენ რო პოდკასტებს ვიწყებდით მაშინ დაახლოებით ვივარაუდე და დაუბრუნდები უკან მონაწილეობა არ მიღებაზე ვიხდები რომ რაღაცა გავარტყე ახლა მეორეჯერ ვიტყოდი და აი რა შეკითხვაა იაგო ჩემი შეკითხვა მე მაქვს ეს საფუძვლიანი ეჭვი თქვენ ამ არჩევნებში და მე ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ ჩემი უფლებაა რომ ეს არჩევნები გაიმართება და გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები.
თქვენ ძალიან გამიკვირდება თუ მეორე პარტია არ იქნებით. აი მესამე რო იქნებით, რო იყოთ გამიკვირდება. ეს ვისებიდის. არა, ღმერთს არ არის ამჯერად მე ეს არ არის ჩემი, გეტყვით, ჩემი ბოროტისურვილი კი არა, მაგრამ არცკეთილისურვილი. რეალობას ვარ, ჭადრაკის პარტია არის, ესე დაალაგდა. სხვათა შორის დაალაგდა როგორ იცი, როდესაც ეს არჩევნები მორჩა, წინა არჩევნები ვთქვათ. ბუნებრივად თქვენს განიცდით ვიღაცას უხაროდა, ვიღაცას 5%, მაგრამ არ დავმალავ ამაზე გიორგი ვიცის რომ მე მაგონებდა ესა და თქვენ მეგობრებში რომ ტიტანიკის ამბავია თქო გირჩი შეიძლება ვერ ხვდება ახლა ამას თქო რომ ეს ტიტანიკი გიგავა და ნაპირზე დარჩა მაგრამ ხო მიხვდით შორს ვერ წავა ტიტანიკი შორს ვერ წავა ტიტანიკი და მე სხვა შეიძლება გეთახმებოდი რომ ეს არა იმიტომ რომ პარტიების მიმართ ამის ამაკ იმიტომ რომ იმ სპექტრმა მათ შორის პერსონალიებით ამოჭამა თავისი დრო და ზოგჯერ არის ერთი და იგივე რო გელაპარაკება. აი იმიტომ არის სხვა შორის ორი ვადა რო არის არჩევნების და რომ მომაბეზრებ თავს მე რაღაც არის ბენ-გურიონი მობეზრდა ისრაელში დამარსებელი იყო და მაგრამ ეს თლათ ხა წავედი მოვედი დღეს ის მინდა აღარ მინდა და კაი ხსნა მაგრამ ეს ერთ კაი ნაწილია თქო. მე მაგალითად უყურებ ესე რომ ვისაც ეს პარტიები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ხა თქვენ შეიძლება როგორი კუთხით ვეღარ მიიღებენ, იმიტომ რომ რომც მიიღონ უკვე ამბავი იქ და მოჭრეს ძალიან, უკვე გზაა და არა მარტო ეს არის ხა სიტყვა და ის კი არ არის პოლიტიკაში, მაგრამ ყველანაირად დახურეს ეს თემა. გახარიასაც კი ძალიან გაუჭირდება. უბრალოდ იმ შედეგი ხა მონაწილეობა ხო არა ოლიმპიადა ხო არა, რაღაც შედეგი ხო გინდა, ხლა უცებ უატრიალო და თქვა რომ რაღაცა ეს გაუჭირდება, არც მიცებს ახლა ამის საშუალებას. არც ქუჩაში გამოსული მოპროტესტე მუხტიან ვინც ან სახშია და მოპროტესტე არც ის არ მიცემს. თქვენ თავისთავად არ მით, ნუ ეხლა კონკურენცია. ეხლა მე ვერ მაინტერესებს და ცოტა გძლად დავსვავ კითხვას. ესეც არ არის კეთილისყოფელური დათქვამით, თუცა არ ბოროტი არაფერი არ მაქვს, მაგრამ გეორგის გულაპარაკია. თქვენი უპირატესობაზე შეიძლება მინუსიც არის, რომ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც გამოკვეთილი იდეოლოგია აქვს. ეს თქვენი შექმნილი არ არის კარგად. მე ცოტათი ვერ ყვევი ახლა ლიბერტალიანიზმში. მაგრამ თქვენ ბოლომდე ხშირად აქტიურად საუბრობთ, ყოველთვის ადვილი გამოსაცნობია, ვინც ის ლიბერტალიზმი როგორ პოზიციას დაიკოთ, მაგრამ მთლიანად ამ ხალხს არ უხსნით რა არის ლიბერტალიზმი. მე ესე მეჩვენება. აი ლიბერტალიანიზმი რა არის? არ მეჩვენება, თუმცა ლიბერტალიზმი დიდი ლიტერატურა არსებობს ყველაფერი, მათ შორის კითხვარიც კი არის, შეიძლება როგორ მიხვდე თუ არა, შენ ხარ თუ არა ლიბერტალისტი, შეიძლება წაიკითხოს ადამიანს და აღმოაჩინოს რომ ლიბერტალისტი. თქვენ ამას ბოლომდე არ ამბობთ ხოლმე. ეხლა მე თქვენ შეიძლება უცებ რო არ ვარაუდობთ ისეთი გავლენა მოიპოვოთ. მე პოლიტიკურ გავლენას ვამბობ ადგილობრივ თვითმმართველობებში. მე ამას რო ამბობს აი ლუარსაბ თათხერძეზე ამბობს ჭკვიანი კაცის ხელშიო, კაი მამული ქონდა ჭკვიანი კაცის ხელში თვითმმართველობაში ადგილების მოპოვება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს კიდევ ვიდრე პარლამენტში მოპოვება. რამდენად ხარ ძათ ამისთვის ახლა რაც თქვენ შეიძლება აი ამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზისთვის რომელიც ამ წუთში მე ვერ ხედავ ახლა კონკურენციას აი რამდენად ხარ გზად ორგანიზაციულად რამდენად ხარ გზად მე ცოტა გზად გიპასუხებთ მაშინ დავიწყებ იქიდან რომ მე ნაკლებად მჯერა ერთი რაღაცის რომ მე საზოგადოების უმრავლესობას გავაგებინებ ლიბერტარიანიზმის არსს და ხმებს მოვიპოვებ იმით რომ ამორჩეულთა უდიდესმა ნაწილმა გაიგო ვიცი ჯონ ლოკის და ასე შემდეგ იდეები. ხო და მაგით ვარეუნებით მე ეს ხო ხო გულწრფელად საუბრობ თქვენ ვიცი რომ არ ხო ანუ წარმოიდგინეთ ანუ ჩვენ ჯონ ლოკზე უფრო ჯონ ლოკზე არა პრაქტიკაში რო უთხრათ. ხო აი პრაქტიკაში ჩვენ ყველაზე მეტი თანამოაზრე ამ ქვეყნის ისტორიაში ყავს ილია ჭავჭავაძე. ზოგადად მე ჩვენ კლასიკური ლიბერალები ვართ ანუ ლიბერტარიანიზმი თავისი შინაარსით და სხვანაირად მეორე სახელით ესე რომ ვთქვათ კლასიკური ლიბერალიზმია ხო მაგრამ მე არც იმის არ მჯერა რომ ილია ჭავჭავაძეს გაიგებს მოსახლეობის უმრავლესობა ამ ქვეყანაში გამოგვიცდია ეს და გვინახავს ყველას მე ერთი რაღაცის მჯერა მე მჯერა იმის რომ ჩვენ ამ საზოგადოებას რაღაცნაირად ინსტინქტების დონეზე, ემოციების, შეგრძნებების დონეზე უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ კაი ხალხი ვართ და ჩვენზე ხმის მოცემა შეიძლება. არა იმიტომ, რომ ჩვენ ლიბერტარიანელები ვართ. არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც ფილოსოფიაში კარგად ვერ ყვევით, ან რაღაცაში კარგად ვერ ყვევით. არა, ამას როგორ ჩანს, მე უკვე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს მეორე ხარისხოვანია ამორჩეულთა უდიდესი ნაწილისთვის. ეს შეიძლება მნიშვნელოვანია საზოგადოების რაღაც 10%-ისთვის, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი 10%-ისთვის, რომელიც მე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, მაგრამ
თავარი რაც მე მგონია რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოახერხოთ ის რომ საზოგადოებას უთხრათ რომ აი ამ მატყუარებით სავსე პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი ხალხი ვართ რომელიც არ იტყუება. აი თუ ამას დავარწმუნებთ, მე მოგვისმენენ რასაც ვაპარაკობთ, თორე ჩვენ 9 წელი ერთ და იგივეს ვაპარაკობთ. და წარმოვიდგინეთ რომ 9 წლის თავზე მაინც ცოტა ადამიანმა მოგვისმინა. ხა პირდაპირ თქვენ შეკითხვას არ შეეხება ხარ თუ არა მზად ამისთვის. არა, ამ წუთას არ ვართ ამისთვის მზად. და თუ რამ ჩვენი საარჩევნო კამპანია თუ რამე უნდა იყოს ახალი ადამიანების ძიება სწორედ იმ პასუხისთვის რომ არჩევნების დღეს მე ხალხს უთხრა რომ აი მაქსიმალურად მოემზადე. იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ ქვეყანაში მოემზადო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს, რაც აი ძალიან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე შენ ნორმალური ხალხი ყავდეს, რომელიც მართლა იზრუნებს თავისი რაიონის, თავისი რეგიონის მოწესრიგებაზე, ანუ გაითავისებს რა ფუნქციები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რა ფუნქციები უნდა კონდეს ადგილობრივ თვითმმართველობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იქნება პატიოსანი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც მის საზოგადოებაში პატარა კომიუნიტის სასაც ეძახიან იმ საზოგადოებაში, ექნება ისეთი რეპუტაცია, რომ მის სახელის ხსენებაზე ადამიანები უბრალოდ გინებას არ იწყებენ. ჩვენ ასეთი 100-ზე მეტი ადამიანი გვჭირდება. და მე ვიცი რა რთული ამოცანაა. 100 მე მგონი ცოტაა. ხო, ანუ მაგას ვიძახე 100-ზე მეტი ეს რთული ამოცანაა რა ზოგადად. არა, მე მგონი უკვე აი მზადყოფისთვის ასვაცავ თუ სწორად ლაპარაკობთ, 100 კი არა, თქვენ მარტო თბილისის საკრებულოდ შედეს ამაში და თქვენ გჭირდებათ ნუ ბევრი ბედნიერი ვიქნებოდი და ამისი ორგანიზმი მე არის მეგულისხმევ მე ბედნიერი ვიქნებოდი რომ მე რო ვიპოვო ამ არჩევნებისთვის აი რო გითხრათ 30 40 50 ღირსეული ადამიანი რომელსაც აი ჩვენ ჩავთვლით რომ ღირსეული ადამიანი რომელსაც არ არსებობს რომელსაც კომპრომატი რომ იმ საზოგადოებაში არსებობს ანუ ის კი არა თავრობამ რაღაცა გადაუღო თუ არა იმ საზოგადოებაში ადამიანების პატივისცემას რომ იმსახურებს იმიტომ რომ პატიოსანი ადამიანები, კარგი ადამიანები სამწუხაროდ არ მოდიან პოლიტიკაში. ან მოდიან ძალიან ცოტა რაოდენობით, იმიტომ რომ იმდენად აქვს რეპუტაცია შერყეული ამ პროფესიას. რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ შენ პროფესიაში მოდიხარ, აი მე რომ მოდიოდი პოლიტიკაში რომ მოვედი, ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი თვლიდნენ, რომ მე ხوار გავაფერისტი. იმიტომ რომ რამ გამაგიჟა, რა მინდოდა ამ პროფესიაში, სადაც რაც უნდა გააკეთო, ყველა გაგინებს. აი მე არ ვიცი ეს როგორ დავძლიო, ეს პრობლემა როგორ დავძლიო, მაგრამ თუ რაღაცა აი გაგვინათ და გონება და მივხვდით რომ ის ადამიანები, კარგი ადამიანები დავარწმუნოთ რომ მოდით ხალხო შემოგვიერთდით, არსებობს შანსი ახლა რომ თქვენს რაიონში, თქვენს სოფელში, თქვენს კუთხეში შეგეძლოთ სიტყვის თქმა. შეიძლება ჯერ არ უმრავლესობაში არ მოხვიდეთ, შეიძლება თქვენი აზრი არ იქნას გათვალისწინებული, მაგრამ პირველად იყოს სიტყვა ხო გაგიგიათ. ხო და ეს პირველად იყოს სიტყვა პირველად უნდა თქვას ღირსეულმა ადამიანმა ეს სიტყვა თორე სიტყვა თუ შენ ათქმევინე არასწორ ადამიანს ესე იგი ამ სიტყვასაც აფუჭებ და შემდეგ ეს სიტყვა საქმეთ არასდროს არ გადაიქცევა. ანუ გეთანხმებით ამ წუთას არ ვარ მზად, მაგრამ საარჩევნო კამპანია იმისთვის არსებობს, რომ მოძებნო ახალი ადამიანები და მე მაქვს იმედი, რომ ასეთი ადამიანები გამოჩნდება. ხო და მე ამას გულისხმობ, რომ თქვენ ახლა ეს გასაგები ახლა ასეთი გულსაც თუ გავუტეხ, მე ერთი წუთი არ ვიცავ ამ პოლიტიკოსებს და მე დაკლებად ვიცნობ, თუმცა თავისთავად ის რომ პოლიტიკაში მოდიან ესე ვთქვათ მატყუარი ადამიანები ეს პროფესიას ეხება ახლა მე ვაღალატებ გქონია და აი იმაზე უფრო წმინდა რა არის ხო ვიღაც არის მეფუტკრეობა რო არის და თაფლი და ნუ ძირითადად კაცობრიობამ ჯერჯერობით ვერ დაძლია ისა ნუ აი მთელი ამბავია და მთელი პროფესია შექმნილი როგორი გაარჩიო ფალსიფიცირებული თაფლი სადაც იწმინდია იქ არის ყველაზე მეტი იმას ეტანება ესე ვთქვათ ყველაზე მეტი ახლა წერლობაზე უფრო რა არის საერთაშორისო ერივზის და გრაფომანებით არის და იმით გატენილი ხო და ასე შემდეგ ანუ ეგ თავისთავად რა თქვენ ახლა გაქვთ ამოცანა მე უფრო ეს პრაქტიკული ვიანგარიშე რომ აი ყოველდღიურად ეს დადგებოდა ალბათ რაღაც მომენტში ან ცოტა გვიან დადგებოდა და ეხლა თქვენ წინაშე დადგა იმიტომ რომ 4-მა იმ პარტიამ რომელმაც მე რო ვკითხოს ადამიანმა ჩემი გამოცდილებით ნუ საქართველოს ყოლობაზე რაღაც გამოცდილო მაქვს დიდი ის მოიპოვა დიდი წარმატება 45%-ამდე ხონდათ ხო პარლამენტში 45%-ს რომ მოიპოვებ ოპოზიცია დიდი სასტარტო ამოცანა არის თუ გამოყენება იცი ვეყოფილო პარლამენტში და პატარაებებით საპროცედურო ომებით და ესე არ არის რომ არაფერი არ ყოფილა უტრიალები 4 ადამიანი ვიბრძოდით პარლამენტში და ეს თემა ამიტომ რომ მე რო ყვებიან ეფექტურად შეიძლება გამოყენება ჩვენ ახლა როგორ მიეჩვია პოლიტიკოსები მოდიან და მე რასაც უნდა თვითონ ის ამ როგორ არის 45% რო გაქვს 45% უცებ შეიძლება იქ რაღაცა მოხდეს გადალაგდეს გადმოლაგდეს და იცე უცებ აღმოჩნდეს შეიძლება რომ თუმცა ეს 55% არ იყო რეალური ჩემი დაკვირვებით იმიტომ რომ 55% რო მართლა ის იყოს
რომელსაც თქვენ ამბობთ, ის უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ადამიანებით, ვისაც შეუძლია საპარლამენტო მუშაობა. არა, ეს მან მოყვებით მაგას არ გულისხმობ, იმიტომ რომ ცხადი ეგრე ყოფილიყო და ეგეთი ადამიანები დაკომპლექტებული შეერიგებდნენ იმას და აიღებდნენ. ეხლა ეს ამბავი დამთავრებულია. მე ხლა აგერ ლაპარაკობ ძალიან პირადად შეიძლება პირველი რომ მე ლაპარაკობ ახლა იმპერტენს რომელიც გავიდა ფინიშის სწორზე რა ახლა რეალურად ხო და ის მივიღოთ ახლა სიტყვა მე ხო იმაში არა ვარ რა ქვია კითხაობას ხო ვერ დავიწყებ ერთი ამომრჩეველი ვარ ამ შემთხვევაში არ მონაწილე 4 პარტიამ თქვა რომ უარი თქვა და უარი მივიღეთ ახლა კიდე ერთხელ არის და დაარტყეს ბეჭედია დარტყული ხა და ნუ ახლა გინდას გადმოთქონა მე სურვილი მოინდობნა კიდე პარტია შეიქმნა მივესალმები მე უყურებ ქუჩაში რომ დადიან გამოცხადდა პარტია თუ რაღაცა იქნა და ვინც მიიღებს მონაწილეობას მიიღებს ახლა ეს არის შეთავაზება ჩვენი საქმეა წავიდეთ მივცეთ მე გულისხმობ რომ ეხლა თქვენ პრაქტიკულად ამ რეჟიმში უკვე გჭირდებათ რამოდენიმე თვეშია უკარჩევნები ხო? ეხლა უკვე რო იტყვიან საარჩევნო კამპანიაში ვართ უკვე მე აქედან გამომდინარე. მე ეხლა იმ პირველს უბრუნდები. თქვენ ამბობთ რომ ეს არის თქვენი ამბავი, ნამდვილად გეთახმებით რომ გულწრფელობის მით გადიხართ კოზილით და ამას ყოველდღე ამტკიცებთ. გულწრფელად ლაპარაკობთ ხან უხეშად ხან ისე ჯერ ეჭვი არ შეაქ არა. ნუ არ შეაქ. მაგრამ მე გულწრფელად მაინტერესებს თქვენთან, აი ცოტათი ვერ ყვევით ხო? ილიაზე არ მინახ კამათი, შეიძლება სხვადასხვა აზრი იყოს. რამდენად ფიქრობთ, რომ თქვენ ქართველები, ქართული საზოგადოება, საქართველოს საზოგადოება ბზად არის ლიბერტალიანური მსოფლმხედველობის მისაღებად უმრავლესობით. ან რა პროცენტით არის აი თავისი საკვანძო საკითხებში. აი ლიბერტალიანიზმის საკვანძო საკითხები რამდენად მისაღებია ქართველის ბუნებისათვის. იცით როგორ არის რომ გააჩნია როგორ უყურებთ ქართველებს ახლა მე ხო რაღაცა შეხედულება მაქვს ჩემი ქართველებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა მე ხშირად ვაკრიტიკებ ჩვენს ისტორიაში ბევრ საკითხს მეგრელი კაცი აი ნადი რო არის ანუ აი ჩვენი სიმღერა რო არის ყანის ერთად ჩვენი ტრადიციას გულისხმობ აი ეს ერთობის თემა და რა მე მას კი არ გეუბნებით რომ ამას აწინააღმდეგო თავისუფლად ლიბერტარიანიზმი მე ვთქვი მან ინდივიდუალიზმის უფრო მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუალიზმია აი შენი პრობლემაა, ჩემი პრობლემაა. ჩვენ კიდე მეც ჩვენება ქართველები უყურებ, რომ შენი ჭირი მეტი ვართ, ამით უშრობთ სიცხს ერთმანეთს და ამით ვეფერებით, რომ ესე უნდა ვიყოთ ერთად. და ეხლა ეს მე ამიტომ მე ვიფიქრია ხოლმე ამას გულწრფელად გეუბნები, რომ აი ნარკოტიკზე, რაღაცაზე, დინარეზე, გაყიდვაზე ამბობთ, მაგრამ თლიანობაში ამათ არ უყვებით და ეუბნები, რომ გულწრფელი ვარ, მაგრამ რაში ხარ გულწრფელი მეჩვენება რომ არ ეუბნებით. აი ნახეთ მარტივად ბევრჯერ გვითხოვს ალბათ შეიძლება უკეთესად შეიძლება თქვა თორე მეტი ადამიანი გაგვიგებდა ახლა ჩვენ რო შოთა რუსთაველის ნიჭი გქონდეს ხადია რომ სხვადად გავაგებინებდით ხალხს მაგრამ სინამდვილეში მე მინდა საზოგადოება სადაც ადამიანს ანუ ერთ ადამიანს ინდივიდს როგორც თქვენ ბრძანეთ აქვს უფლება ყველაფრის უფლება გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა ეს არის ზოგადი ფაბულა რა საზოგადოებას მე მინდა და ასევე რასაკვირველია აი შენ თქვენი ჭირი მეო რაც თქვენ ბრძანეთ მე მინდა რომ ეს საზოგადოება იყოს სოლიდარული საზოგადოება და მთავარი კრიტიკა ჩემი ამ საზოგადოების მიმართ არის ის რომ ჩვენ საბჭოთა კავშირმა თუ რამე დაღი დაგვატყო დაღი რომ დაგვაკარგინა სოლიდარობის გზნობა იმიტომ რომ დაგვაკარგინა რა ანუ ყოველ შემთხვევაში ყველაზე მეტად რასაც ებრძოდა საბჭოთა კავშირი იყო სოლიდარობა ადამიანების მიმართ აი ოჯახშიც კი საბჭოთა კავშირი შემოვიდა ხო სადაც აი პარტია უფრო მნიშვნელოვანი მოკლავ დედას მოკლავ მამას თუ პარტია მეტყვის ამას ხო ეს იყო რაღაცნაირი მორალი და ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს საზოგადოება, სადაც ერთ ადამიანს ყველაფრის უფლება გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა, მაგრამ თან, როგორც აი საბჭოთა კავშირის შემოსვლამდე ჩვენ ვიყავით სოლიდარული საზოგადოება, რომ ჩვენ იმ პერიოდის ბიზნესმენებს ქველმოქმედების მიმართ სხვა ტიპის დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორც ვიდრე პოსტსაბჭოთა ბიზნესმენებს, რომ ურთიერთ დახმარება ჩვენს გენში დევს, იმიტომ რომ აი მაგალითად მე 90-იანი წლების ბავშვი ვარ, ისევე როგორც გიორგი შეიძლება იყოს 90-იანი წლების ბავშვი. თქვენს შესანიშნავად გახსოვთ 90-იანების გამწარებული ადამიანი ვარ. ხო, ახლა წარმოიდგინეთ, რომ 90-იან წლებში ჩვენ თუ რამე გადაგვარჩინა მიძინებულმა სოლიდარობის გზნობამ ჩვენში, რომელმაც გამოიღვიძა ამ კრიზისის დროს და მე მახსოვს, რომ მეზობლები ერთმანეთს საჭმელს აჭმევდნენ. საჭმელს ერთად აკეთებდნენ. საჭმელს ისე მართალი რო თქვა 80-იანების 70-იანებში საჭმევდნენ. არა, 90-იან მე საკამათოდ კი არ გეუბნე, მაგრამ არა. მე მიძინებული იყო, როდესმე. მე ხარ სამინდრელოც ვიცი, სვანეთიც ვიცი, გვიზდებოდი გურები. მიძინებული საქართველოს სოლიდარობის გზნობა ეს არ მინდა. როგორ ანონიმკებს წერდით? ჩვენი წინაპრები ანონიმკებს წერდნენ და 30-იან წლებში გავიდა. აი, სხვათა შორის. ეს ეხლა ერთი რაღაცა ვთქვა, მაგაში გეთახმები, ჩვენი წინაპრები. მაგრამ მან თალიან ბოლო მე-19 საუკუნეში ვაკეთებდით მაგას. არა, მაგას ვიცახ მიძინებული ჩვენი წინაპრები რაღაცა იყო, მაგრამ მე-20-ში მოვიდნენ კომუნისტები და ამ სოლიდარობის გზნობას დედაუტირეს
დახლით შესაძლებლობა და შუაში ჩადგა პარტია ადამიანებს შორის. კოლმეურნეობა ჩადგა, რაიკომის დივანი ჩადგა. დანოსებს რო წერდნენ, დანოსებს ნახე, როგორც ჩანს, აი როგორც პარტიული არის ადამიანი იბადება რაღაცა მაგალითად რომ არის ლიბერალი, ან რაღაცა კონსერვატორი, ან რაღაცა ესე მიაჩნია, ან ესე უნდა იყოს. მე რასაც უყურებ ისტორიით ცოდით და ეს დანოსჩიკობა ან დამსვენობა, როგორც გინდა თქვა, ესეც არის რაღაც კაცობრიობას მოყვება, როგორც ამბავი და ეგერ იყვნენ ეს ყოველთვის ერთი და იგივე ფენა, ხან ამათ იაკობინელები ქვიათ, ხან რაღაცა ქვიათ, რომლებიც რაღაც იდეის გამო დილით იღვიძებს და იმას კი არ ფიქრობს, რომ ანუ არდი დაყნოსოს, საქმე გააკეთოს. ჯერ ფიქრობს, რომ აი მეზობელი, რომელიც დიდ იდეას, სხვადასხვა რაღაცა ქვია, ხან 64, ხან კომუნიზმი, ხან ევროკავშირი რაღაცა ქვია, მოდი ჯერ მეზობელი ყოველ შემთხვევაში დავასვინა. იქ პატარა უკან კიდევს, რომ ის ბინა უნდა, სინამდვილეში ხო ეს დგას, ის ბინა უნდათ უმრავლესობას. ან რაღაცა უნდა. ეს არ არის არასოლიდარობის ამბავი. ჩვენთან სოფელში, აგერ ილია რუახსენდა, ეკაც არის სოფელში გაჭირებული ადამიანი, რომ ეხლა შილიც უკვე ეს იყო დიდი სირცხული სოფლის და სოფელს უნდა შეენახა და პირიქით, მაგი ამაზე არ ვიკამათოთ. მე ხა ეს არჩევნების თემა უფრო მაინტერესებს. თქვენ რეალურად ეხლა ერთი რომ გადავხედოთ. აი, როდესაც ამ პარტიებმა არა მარტო ბერასაც უყურებთ, ჩვენ უყურებდით, არა ეხლა ხო შეიძლება გავლილზე ვილაპარაკოთ, ხელს ხوار შეუშლით ახლა აქედან. მე მეჩვენებოდა რომ კი რაღაც იცავდნენ სიტუაციას, მაგრამ მე კი არ თქვეს მარტო ამ პარლამენტს უარი. ისეთი გზნობა მქონდა, მე რომ მანამდე თქვეს უარი, თითქოს ესენი ვიღაცამ დაარწმუნა, რომ იცი რა არჩევნები რომ მორჩება, მე ეს არჩევნები გაუქმდება. აი ესეთი საბეჭდობა მნიშვნელობა არ ქონდა ამას ახლა თქვენ მე ამოდით რომ გაჟონა ვიღაცა თუმცა ყველაფერი დაიწყო რომ სომხური კარუსელი ტრიალებდა და მე სხვადასხვა ნიშნებით არის დარწმუნებულები იყვნენ მე ესეთი საბეჭდობა რომ მქონდა ერთ ადამიანს მე ჩახედულს რომ ეს არჩევნები გაუქმდებოდა ტექნიკური მთავრობის თემატრი აი ეს როგორ უყურებთ აი მაგრამ ესე იგი რაც არ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები როგორც არ უნდა ჩატარებულიყო ეს არჩევნები, ეს მაინც მიუღებელი იქნებოდა. აი გეტყვით, ცოტა კორექტირებას გავაკეთე, მაგრამ შინაარსი შეიძლება დიდად არ შეიცვალოს. როგორც 2020 წლის არჩევნებზე, ისე 2024 წლის არჩევნებზე ყველა წერდა გამარჯვების სიას. ანუ იმ შემთხვევაში იყო რელევანტური მათთვის პარლამენტში შესვლა, თუ გაიმარჯვებდნენ. ანუ როგორც სახელმწიფო სია ორივეჯერ იყო გამარჯვების სია, გამარჯვების სია ნიშნავს იმას, რომ იყოს ხალხი, რომელიც მწვანე ღილაკს საჭირო დროს ხელს დააჭერს. დამარცხების სია, მაგალითად ჩვენ როგორ დავწერეთ სია? ჩვენ დავწერეთ სია, რომ ჩვენი პირველი ათეული უნდა ყოფილიყო დამარცხების ათეული. რას ნიშნავდა რას, რომ ჩვენ რო უმცირესობაში ყოფილიყავით ისევ, ამათკაც ქონოდა უნარი, რომ რაღაცნაირად გაეწია წინააღმდეგობა საპარლამენტო საქმიანობისთვის ყოფილიყო მზად, ანუ კვალიფიციური ადამიანები ყოფილიყვნენ არა იმისთვის, რომ ჩვენიანები არიან და თითსორა დააჭერენ. არამედ თითოეულ მათგანს აი როგორც 4 კაცი ჯარის კანონის წინააღმდეგ გვიბრძოდა. კლასიკური ოპოზიცია რაც არის. კლასიკური ოპოზიცია ამისთვის წერდით, მაგრამ მარტო ვიყავით ჩვენ გამონაკლისები ასეთი. დანარჩენმა ყველამ დაწერა გამარჯვების სია. გამარჯვების სია ნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ ასეთი ტიპის უნარები. ან გააჩნია 10-დან 1 კაცს. და სიამოვნებაში გამარჯვების ხალხით როცა გაქსია დაკომპლექტებულია წააგე. ამ ხალხის იქ შეყვანას შინაარსი არ გააჩნია, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად შენი რეპუტაცია შეირყება, კიდევ უფრო მეტად გაბანძდები, იმიტომ რომ ისრის რა შემთხვევაშიც შენ შესაძლებლობები გაქვს გამარჯვების შემთხვევაში, წაგებული შემთხვევაში ხო არ გაქვს. აქ უკვე საჭიროა ყველა კანონპროექტის განხილვა, ყველა კომიტეტზე დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, ახალი ინიციატივების დაყენება. გარეთ გამოტანა ხმაური დასტერის მოწყობა თუ საჭირო გახდა, ანუ პრეზენტირება შენი საკუთარი იდეების, მოწინააღმდეგის იდეების. ხო და რატო აი ჩემი კითხვა ეს არის, რატო დარწმუნდა ეს ხალხი? აი მთელი ტრადიცია, სამწუხაროდ ჩვენი ტრადიცია ეს არის. თუ რამე არის 90-იან წლების ტრადიცია ჩვენი, არის რომ ჩვენ გამარჯვების სიებს წერთ პარლამენტში. არა, სიებს წერთ, ნახე მე ისეთი შაბეჭერება მქონდა წასული ამბავი რადგან არის ახლა ღიაჩეულია გავარჩიოთ პარტია ხელს არ უშლით ჩარევაში რომ ეს პარტიები იყვნენ დარწმუნებულები ვიღაცამ დაარწმუნათ ესეთი შაბეჭერება რჩებოდა და ძალიან ჰაერზე არ მოგეჩვენოთ რომ ასვამობ თქვენ ასე დამთავრდება არჩევნები თუ ისე დამთავრდება თქვენ მოკლედ ეს ამბავი გაუქმდება და თქვენ იქნებით თუ წავაგებთ, ანუ თუ მოვიგებთ ყველას თუ მოვიგებთ კი მაგრამ ხო მაგრამ თუ ესე მეუბნები რომ თუ წააგებთ მაინც შენ მოხვალ ხელისუფლებაში მე ამას გეუბნები სწორედ რომ დიდი ბრძოლა აღარ არის გამარჯვებისთვის შენ იქნები მოკლედ რაღაცა ფორმით იქ ტექნიკური მთავრობა ჩვენ ხო ამაზე ვჯელობდით საქართველოში როგორ უნდა ჩატარდეს ანუ ჩვენ ხო თავიდანვე იდეა განიხილებოდა რომ არჩევნები კი ტარდება ტექნიკური მთავრობის იდეა ხო მანამდე იყო
არა, ტექნიკური მთავრობის იდეა მანამდე იყო ცხადია, მაგრამ აი თქვენ რასაც ხედავთ, რომ პარლამენტში შესასვლელად ესენი არ ემზადებოდნენ, მე გეუბნებით, რომ ესენი არ ემზადებოდნენ პარლამენტში შესასვლელად, წაგების შემთხვევაში, თორე მოგების შემთხვევაში ყველა პარლამენტში იჯდებოდა. არა, მაგას გულისხმობ, მაგრამ ვიღაცა ეუბნება, რომ წაგების შემთხვევაში, აი თითქოს ესეთი იყო, რომ ეს ამბავი მაინც თქვენ იქნებით. ეს არის მე ყოველ შემთხვევაში მე დაასტურებით ვერ ვიტყვი იმას, რომ წაგების შემთხვევაში მაინც თქვენ იქნებით ვინ მეუბნებოდა, მაგრამ რა განცდაც მაქვს არის ის, რომ წაგების შემთხვევაში არ შევდივარ პარლამენტში. აი თვითონ აი ნოდეს ვთქვათ, რომ ეს პარტიები, რომელსაც 45% აიღეს, რამე თუ არ შეიცვალა და ეს გონია, რომ ევროპაშიც და იმას ეს დიდ წარმატებად გამოცხადდებოდა და წარმატება ყველგან ცხადდება წინა წელს და პროგრესიდან. ესეც ცხადდება, მე რო თქვენ წარმატებას ვამბობ, ხა ეს მე გამიკვირდება ახლა მაგალითად რო თქვა, რომ უმრავლესობა რო არა იყო და თქვა, რომ ხა თავზე ნაცრიც აღრა დაიწყო და რაღაც ახლა რო გააუჯობ ახლა როგორ არის ეს აგერ არის პირველი გამოვიდა გერმანიაში ის მოგწონს არ მოგწონს ის პარტია და მიულოცა ხალხს რაღაც 8% ქონდაო და ახლა 23-24% ავიღეთო და აბა ახლა ეგრე სად არის ხა გამოვედი კამათელი გავაგორო და ხა დედამიწა მოვიგე და ჩემია ეგრე არ არის ხო? ხო და უცებ ეს 4 პარტია შემდეგ ამბობს ესეთ ამბავს. ეხლა უნდა გავიაროთ, რომ რაც თითქოს ახლა ესე ვერ დაეჯერებდი, ხო, სერიოზული ხალხი ამდენი გამოცდილება აქვს, რომ არა, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ახლა 100-ია თუ ისეა მოგწონს არ მოგწონს და არა, მაინც ეს არის ახლა პრეზიდენტი და ჩვენ აი ამ გზით უნდა მივდივართ და გავიტანოთ ეს არის ჩვენი პოლიტიკური მიმართულება. ანუ პარლამენტში არ შევდივარ 45%-ით და ვირჩევ ამ გზას. აი ამას რითი ხსნი, ახლა გავხსნათ ახლა ყველა კარტი და ეს რითი შეიძლება იყოს, რამ უნდა შეგაგულიანოს რომ ორი ვერსია არსებობს, მეტია ვერსია ვერ იქნება. ან სისულელის ვერსია, ან აფერისტობის ვერსია. მეტი აფერისტობის რატო? ანუ თუ ეს შეთანხმებულია წინასწარ. აბა სისულელის? არა, არ სისულელს არ მოდი. სხვა ვერ იქნება, ანუ ეს ორია სულ. ან შენ ხარ ვიღაცასთან შეკრული და შეგნებულად ამას აკეთებ, შეგნებულად გამცდარ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ხალხი შეიყვანო შეცდომაში და შეთანხმებულია წინასწარ, მაგალითად ქართულ ოცნებასთან, რომ აი რა ჩემი ვერსია რაც არის, რომ მაგალითად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი სუქოცი იყო, პირწავარდნილი, იმიტომ რომ მას სიმხელა სიკეთე გაუკეთა ბიძინა ივანიშვილმა ზოგადად, რომ მასეთი უმადურობა ჩემი აზრით უბრალოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ არავინ არ იყო და გახადეს ქვეყნის პრეზიდენტი და მე ვესწრებოდი პარლამენტში ფეიქ იმპიჩმენტის მოწყობის მცდელობა რო ქონდათ და მე ვხედავდი იქ ადამიანებს და ვეუბნებოდი რომ თქვენ მართლა გინდათ სალომეს გადაყენება. კი გვინდა. მაშინ მოდი თქვი დადეთ ფსონი რომ ვინც სალომეს ოპოზიციიდან მხარს დაუჭერს $1,000,000 ვაძლევთ და რიგი დადგება. და ამას რო არ აკეთებ და იცი რომ 20 მილიონი დაგიждდება მარტო ამის მიღწევა. ამას არ აკეთებ. ჩემთვის ხო ცხადი იყო რომ ეს შენობით ხო შეიძლება რომ ვისაუბროთ და იცი როგორ ამბობ შენ კარგად ალაგებ იმას რა ქვია ჭადრაკს ფიგურებს როგორ იცი არის ხოლმე ჭადრაკში თამაშობ ალბათ ჭადრაკს ესეთი მეთქობა ხო არა ნახე მესმის არა ჭადრაკში ზოგჯერ მიიყვან პარტია დაალაგდება ძალიან საინტერესო და არის კიდე ეტიუდები და არის ამოცანები შენ ეტიუდებს და ამოცანებს ალაგებ ხოლმე მახვილი გონება და ისე ალაგებ რომ აი არის ძმაო ეგეთი მაგრამ ზოგჯერ პარტიიდან შეიძლება ეგრე არ გამოვიდეს ანუ ახლა მეორე ვერსია სულელია სულ თქო არა მესამე ვარიანტს გეტყოდი აბა ერთი ფიქრე რომ ვიღაცა მესენი დაარწმუნა მათ შორის სალომე ზურაბიშვილი რომ ეს ნამდვილად ესე იქნება და ჩვენ ესე გცნობ და არცნობაში ჩავკარგავ სისულელის ვერსია ამაზეც ვირდა არა სისულელის ვერსია და სისულელი როგორ არ არის პრეზიდენტი არ ხარ და ვიღაც გარწმუნებს რომ პრეზიდენტი ხარ და ასე იმოძრავეო სისულელი როგორ არ არის ერთ ამას გეტყვი შენ არა შეგაქცევა სისულელია ხო მაგას სულ ორი ვარიანტი შენ დაგარწმუნებე რომ არა მოხედე ესეთი ვიდეოდა რომ გარედან ეს არჩევნები არ იქნება ნაცნობი ეს იყო თავარი ამისი მთელი ლეგიტიმაცია ამ არჩევნების ლეგიტიმაცია არ არის სწორი სიტყვა მთელი ამ საფუძველი ამ არჩევნების ამ არჩევნების ხო იყო რომ გარედან არ აღიარება იქნება ხო ეს იყო მეტი არაფერი აი სხვა რამე საფუძველი ხო არ იყო ახლა გაჟონვა ეს იყო ძირითადი ჩვენ არ გცნობთ და გცნობთ თქვენ მე კაი გადაცემა და იქ არის ძალიან საინტერესო თემა არის განსაკუთრებით რითია იცი აი ის არის აკუდა გავასა აქ ერთი შენიერი მოთხრობა აქ ბაბუგის ჭალაშიო თუ რაღაცა კინოს რასიომონი ქვია ყველა თავის ამბავს ხო ხშირად არის ხო მე რაღაც მონსტრე რო ვარ იმით არის საერთოდ ყველა ყმება ისე როგორც თვითონ არა მარტო ხედავდა არამედ როგორც აწყობდა ესეთი როგორც დღემდე აწყობს ვიცი როგორც დღემდე ეს ნაწარმოებით ვიცი ხო და ეს არის ეს მათი ბრალი კი არა ვიცი თუ ჩვენც ესე ვართ ახლა ესე უყვებით ამ თემას სხვანაირად ყველა ხედვა სუბიექტურია სუბიექტები ყვებიან ამის შესახებ. ხო და ოღონდ არა აქ კიდე როგორ არის ამ სიტუაციაში და ბოლოს ოღონდ აქ რაღაცას კი არ ყვები მარტო ავარიის ამბავს კი არ ყვები. ბოლოს შენ გამოდიხარ რა კარგი ადამიანი როცა ყვები და
მე მინდა იცოდე შენა ეს ნამდვილად ფაქტია ხა მე არც კარგი ვარ და არც ცუდი. მე ვიყავი თანხმობის კომისიის თავმჯდომარე ზვიადისტების შეწყალებაში და თუ იცი ეს პარტიულად რო გითხრა ზვიად გამსახურდია და მისი მოხრები რითი იყვნენ გასამარ ბრალი რა ქონდა თვით წაღენებული. სხვადასხვა ბრალი ქონდა. არა, ერთი თავი ბრალი იყო, რიცოდი. არაფერი საიდუმლო მაშინ არ არის და ესე. ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს ადამიანებს ვიტყოლებთ, ბრალი ქონდა წაღენებული სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ბანდიტური ჯგუფის ორგანიზებაში. აი რომ მომდიან შეთანხმებები ეს რო უყურებ ხოლმე სამართო პროკურორების ისინი, ნახე რატო გითხარი ხლა ეს. იმიტომ რომ ჩვენთან ესე რომ გავინახე თუ პუტჩი მოხდა თვალდა ხო უყურებდი და პრეზიდენტს მოგწონდა არ მოგწონდა მაგას არ ვარჩევ საკითხს რომ მომდიან პრეზიდენტს ქონდა წაყენებული ის რაც იყო იმის ჩაგდებაში ბრალი. ეხლა ჩვენთანაც თუ წარმოიდგა და ეს საფუძველი რა იყო ამის გარედან რატო გეუბნები მესამე ვარიანტი თუ ერთი ხო სისულელე და მე სისულელესაც გამოვრიცხავ და იმასაც მეორე რაც ვთქვით აფერისტობას თუ გარედან დაგარწმუნებენ და გარედან ლეგიტიმაციას რა შეუძლია ეს პუტჩი იყო თუ რას იყო გარედან ლეგიტიმაცია თუ არის და ძალა თუ მოაწოდნენ ნახე რა აღმოჩნდა პრეზიდენტი გამოცხადდა რომ მან ჩაატარა ეგ სიტუაცია სხვა რავი მაინც რო წაეყენებინა თუ სხვა იქნებოდა აქაც დაახლოებით ეგეთი სურათი ხო არ იყო ჩვენ ხო ამასთან ვიყავით ზად რომც ყოფილიყო ჩემი გარედან რო დაგარწმუნებენ სისულელეში გარედანაც რო ეს მაინც ჩემი აზრით ეს სისულელე დღეს თუმცა მე მაინც სისულელეზე უფრო მეტად ამერიკაში რო სხვანაირად დამთავრებული იყო არჩევნები ეს დღესაც სისულელედ გამოჩნდებოდა ეს სისულელი ყოველთვის სისულელი გამოჩნდება. უბრალოდ შეიძლება შენ თუ გაქვს დიდი რესურსები, შეგიძლია ადამიანთა საზოგადოება მცირე ხნით სისულელეს მოაჩვენო, რომ სისულელე სიბრძნეა. მაგრამ სისულელე დარჩება ისტორიის თვალში ამის მიუხედავად. ხო და მე სისულელეზე უფრო მეტად მაინც შეთანხმებული მგონია ეს ამბავი. მე ძიმე თემას გეტყვი მაშინ. მე ჩემთვის ანუ ზოგადად ერთი მეორე არ გამორიცხა. ვის გაჟონვილი მიაჩნია, ვის არჩევნები გაყალბებული ელექტრონული. გაჟონვა ფაქტია. არა. მიგაჩნიაზე არა, გაჟონვა მართლა გაჟონა. მაგერ გაჟონვასაც დაუბრუნდეთ, ეგ არის მნიშვნელოვანი, ყველაზე უმნიშვნელოვანია ეს გაჟონვა, რატო ეს დღეს საქართველოს გაუძლებდა ამას ცუდია, კარგია, მოგწონს თუ არ მოგწონს ამ არჩევნების ამ სიტუაციაში შეინარჩუნებდა ამერიკაში ეს არჩევნები რომ ესე არ ჩატარებულიყო. არის ისეთებზე გაგვიძლია ჩვენ ახალ საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, მე მგონი ამერიკის არჩევნების შედეგის მიუხედავად რაღაცნაირად გავძლებდით. მე სხვა შენ ისტორიას დავუხდა, რო გითხრა ჩვენ სიამდვილე, რო გითხრა ვერაზოს ვერ გაგვიძლია ეგეთ რაღაცებისთვის. ვერასდროს ეს სადღეგრძელოში თუ ვერაზოს ვერ გაგვიძლია, იმიტომ რომ მომენტალურად ეს ნიშნავდა სპარსეთი იქნებოდა, ოსმალეთი იქნებოდა, რუსეთი იქნებოდა, ეს თავისებას ამყარებდა, იმიტომ რომ მე ტყუილა კი არ მოგიყვანე გამსახურდიას მაგალითად, როცა გარედან გეტყვია და შიგნიდან მზად არის, აი მე ვამბობ რომ იაგო აი აქ როზის მასაც უია წითელი პერანგი ვარ გაწვია წითელი იასამნისფერი ის გაწვია მაგრამ აგერ პედაგოგიური გეონებით გარედან მხარი დამიჭირეს და დამთავრებული აქ ძირითადი არგუმენტი აქ რა არის გარედან თქვენ არავინ არ გწვომენ და საერთოდ აღარ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ ხო ეს იყო თემა მაგრამ მე ზოგადად პირველი პრეზიდენტის შემთხვევაშიც რაც მოხდა ისიც შინაგანი ფაქტორი მგონია და უფრო მეტად ვიდრე გარეგანი. ცხადია რომ ანუ 100%-ით ის კი არ არის, ან 100%-ით შიდა ფაქტორი, ან 100%-ით გარე ფაქტორი კი არ არის, რაღაც ხმომილება როცა მოხდება ამის გამომწვევი მიზეზები, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ ქვეყნის ხელისუფალი სულ შიგნიდან შევცვალეთ. გარედან ჩვენთვის არავის არ დაუსვია ხელისუფალი. ზოგადად გამსახურდია ჩვენ მოვიყვანეთ და მისი დამხობაც ქვეყნის შიგნიდან მოხდა და ეთნოსფერო ვიკაბათო სხვა გადაცემაში და ისევ როგორც მიხეილ სააკაშვილი ჩვენ შიგნიდან მოვიყვანეთ, შიგნიდან გავუშვით. ანუ მთელი შეცდომა სისულელის ვერსიის მთელი რაღაცა იმაში გომარებს, როცა შენ გონია, რომ გარეთა ფაქტორით შეიცვლება ქვეყანაში ხელისუფლება. ეს შიგნით უნდა მოხდეს. სააკაშვილი ნამდვილად შიგნიდან მოვიყვანეთ, მაგრამ წასვლითაც შიგნიდან გავუშვით. ბოცა გითხრა და მომისვინე, მაგრამ ვიღაცა რო ადგეს მე არა და რო გითხრას და რო მოგიყოს ამბავი რომ შიგნიდან კი არ მოიყვანეს შეგექმნა ეს ილუზია და სინამდვილეში გარედან მოიყვანესო ძალიან აგრე შენ ჩაღბრევება იცი ხოლმე და ძალიან არ შეეწინააღმდეგო და ჩაეკითხე მაგრამ და გაშვებაც როგორ იყო ეს ცალკე საკითხი იმიტომ რომ საქართველოს რასაკვირველია ჩვენ შეგდით ბევრი რამე შეგვიძლია მაგრამ საქართველოს ისტორიას ნებისმიერ პერიოდს და იმას გადახედე ძალიან დიდ შემთხვევაში გარედან ძალიან მნიშვნელოვანი ტალღები ძალიან წყვეტდა ვინ მოდიოდა და რა მოდიოდა ეს გარეთა ტალღები მაინც როგორ არის
ტორტზე მარწყვიო რო იტყვიან. დაახლოებით ეგეთი იყო ქართველი ხალხის ნებაზე, მაგრამ თავარი გამსაზღვრელი, აი ლავროვი იყო მაგალითად როცა ამბობენ ლავროვმა გაუშვა შევარდნაძე. მე ყოფილვარ იმ დროს ახალგაზრდა. ლავროვმა არა, ივანოვი, ბოდიში. ივანოვმა ესქნაოდა. აი მე ივანოვიც რომ არ ყოფილიყო ქართველი ხალხის ბედი გადაწყვეტილება ცხადი იყო. ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილიზე 2012 წელს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება ცხადი იყო და უბრალოდ ამერიკელებმა მე ეს აღიარეს. აი მე ასე ვუყურებ ამას და არა ის რომ ამერიკელებმა გაუშვეს ის და მეტოა ის რასობანი რო ვახსენეთ შენ ესე უყურებ არა მეორეთება ნახე სხვა შევარდნაძის ძალიან კარგი ინტერვიუა ბოლოს კიდე აბსოლუტურად უცვლად ამოდა რომ მეორე გადაუმოძრავდიო პირველად თქვა დავინახეო რომ აღარც ამერიკელებს არ უნდოდითო და აღარც რუსებსო და მივხვდიო რომ რატომ უნდა დომოდა ამერიკელებს ან რუსებს შევარდნაძე ანუ ქართველებს არ უნდათ ეს იყო პრობლემა და რა ის რომ იმათ არ უნდათ მე არ ჯერა რომ შევარდნაძე როდესმე რუსებს უნდათ მანამდე ან ამერიკელები გიждდებოდნენ ანუ მასზე არ მგონია უბრალოდ რაღაც მომენტში როცა ისინი მივხვდნენ რომ ქართველმა ხალხმა ეს ასე გადაწყვიტა მათ მიიღეს ეს შედეგი და მოცემულ შემთხვევაშიც მე ანუ გეთანხმებით კაცო მე იმათ თავში რადევს ხო არ ვიცი შეიძლება ყოფილიყო რომ მოდი ჩვენ მივახწერთ იმით რომ მაცემინებს 2020 წლის წინ იყო არჩევნები. მაგალითად ამბობდნენ რომ ჩემი ოპოზიციური კოლეგები ამბობდნენ ახლა მოვა ბაიდენი და ნახე კოცებს დაემართებათ. და მე ზოგადად სულ არასერიოზულად უყურებდი ამ ხალხს, იმიტომ რომ რა შუაშია ბაიდენი მოვა და კოცებს დაემართებათ. შენ თუ ქვეყნის შიგნით არ აკეთებ ძალთა მობილიზებას ისე რომ ქართველი ხალხი იდგეს შენს გვერდზე და მათთან ერთად მიაღწიო ამ მიზანს. არასოდეს ანუ სრული სისულელე მგონია რომ შენ ვიღაცა სხვის იმედად აკეთებდი ამას და ამიტომ ორი ვერსია არსებობს. აი კიდე ასე უტრიალოდ კიდე ისე ან აღმოჩნდება რომ რაღაცა სისულელის ჯეროდა ვიღაცას და გეთანხმებით რომ ბევრი ადამიანს ჯეროდა რასაც თქვენ ამბობთ, იმისი რომ იქნება საერთაშორისო იზოლაცია, კოცები აღმოჩნდებიან, დაერხევათ ესე, მაგრამ ეს ცხადი იყო რომ სისულელე იყო და მეორე მოსყიდულობა რომ აი მაგალითად რაც მგონია რომ ქალბატონ სალომეს ხან ერთი ხარტია, ხან სულ ყველაფერი დეგენერატული იდეა ქონდა და ზუსტად ვიცოდით რომ თუ ამას მიყვებოდა ოპოზიცია, არსად არ წავიდოდა ეს გზა. ვეუბნებოდით რომ გიჟები ხო არა ხართ, რას აკეთებთ? ქართულმა ოცნებამ აირჩია სალომე, იცით როგორც აირჩია. ყველანი თქვენ იყავით წინააღმდეგი, მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო წინააღმდეგი და იბრძოდა ამის წინააღმდეგ. ახლა უცბად იმის გამო რომ თქვენ ვითომ გაგითამაშეს რომ ხალბატონმა სალომე ვითომ იჭუბა კოცებთან და ბატონ ბიძინასთან, თქვენ დაიჯერეთ და მიყევით მას როგორც თავარსარდალს, რომელიც სინამდვილეში მიყავხართ ხრამისკენ. დღეს რო ნაცმოძრაობა ამას ლაპარაკობს. მანამდე სად იყვნენ წინასაარჩევნოდ? წინასაარჩევნოდ რა? ჩემი წარმოდგენით მიშა შეუთანხმდნენ იმაზე რომ მიშა შენ წყნარად იყავი, მოდი ეს არჩევნები ჩაგვამთავრებინე, არჩევნების მერე გაგიშვებთ და მოდი ახალ ცოტა ხანი შენ აღიარე სალომეს ლიდერობა, გვარამიას ლიდერობა, თელი ეს ამბავი რომ შენ არ წარმოადგენდე სამხედროს არჩევნოთ და მერე გაგიშვებთ. ახლა რო არ გამოუშვეს და თავი იგზნო გადაგდებულად, დაიწყო ის ლაპარაკი და წინას არჩევნოთ უნდა ელაპარაკათ, ხო ეს არის სინამდვილეში. ესე იგი ძირთადად ერთი და იგივე ვამბობ, ოღონდ მე კიდევ ხედავ მარადონამ რო თქვა ღმერთის ხელი იყო, იმ ხელს ვხედავ მე, ხო, ოღონდ ღმერთისას არა, არა ვიცი ამათ ეხმარება. არა გეუყურებ მაგრამ მარადონამ გაიტანა მაგარ ფეხბურთელი ხო გოლი მაგარი ამათან ვისაც არის მარადონას თქვენ ახლა დაუბრუნდეთ რომელმა გაგახსენათ მარადონა ხო და მე ახლა რა ვიდეცი ძალიან კონკრეტულად რო ვისაუბრო იმიტომ რომ თალად აქ უნდა გადავეწყოთ ჩვენს და ისე ვთქვათ აი პირველმა დავიწყოთ ლაპარაკი თვითმმართველობაში სახედავთ უფრო ძლიერ პოზიციებს რეგიონების მიხედვით სანამ თვითმმართველობაზე გადავალთ ანუ იქ მომენტი რა იყო რომ კი მე ეს არის ამათ ძირითადი საკითხი ხთან და მე მოყვები ხო ეგ ცხადია მანდათ უნდა წავიდეთ რა თქმა უნდა რომ რა იქნება გირჩის სტრატეგია ამ თვითმმართველობის არჩევნებს მაგრამ იქ ერთი მომენტი იყო ძალიან საინტერესო მოყვები იმაში რომ შეიძლება სისულელის ამბავი იყო რომ შენ დაიჯერო რომ მაგრამ ფაქტია რომ ამ ადამიანებმა დიდი ხნის განმავლობაში არა მხოლოდ თვითონ დაიჯერეს არამედ თელი საზოგადოება დაარწმუნეს იმაში, რომ გარე ლეგიტიმაცია იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა. ხო ასეა, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ცესკო რა სიტყვის, თავარია რას გვეტყვის ვიღაცა. ხო და ვიღაცამ დაარწმუნა მაგას არ არიან ეს. ევთოოდირი თუ რაღაც ასე შენ შენ სისულელეში ვინ დაგარწმუნებს მაგას ამიშოვა. ხო არა, მაგაში სწორი ვარ და შენ მდგომარეობას არ ცulis. შენ სუბსტანციას ეგ არ ცulis. ხო შენ ჭკვიანად შენ ჭკვიანად არ წარმოგაჩენს, რა თქმა უნდა არ წარმოგაჩენს. მაგრამ იქ ერთი მომენტი იყო აი სალომესთან დაკავშირებით მაგალითად რა, რომ სალომე იყო თუ არა აქედან ესე ვთქვათ ტროას ცხენი ქართული ოცნების მხრიდან შეგორებული. ძალიან საინტერესო იყო ქარტიასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება არჩევნებამდე, ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ეს არის არაჩვეულებრივი ქარტია, რა კარგი რამე შემოიტანა პრეზიდენტმა და ოპოზიცია ამას ხარში უნდა დაუდგეს. ანუ გამოდის რომ მეორე ტროას ცხენი იყო
ევროკავშირის ელჩი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ნუ აი ხა ევროკავშირის ეს რასხანობას ვერ დავაბრალებ, ევროკავშირის ელჩისთვის ყველაფერი კარგია, რაზედაც კონსენსუსი იყო შესაძლებელი. და თუ ამაზე კონსენსუსი ხო, მაგრამ რანაირად შეიძლება ანტიკონსტიტუციურ მოვლენაზე კონსენსუსი არსებობდეს? ანტიკონსტიტუციური აზგურის ქარტია იყო ანტიკონსტიტუციური. არა, ქარტია სისულელი იყო. არა, თავის შინაარსით ანტიკონსტიტუციური იყო. ეხლა უკვე არა, ის ხო იგულისხმებოდა, რომ ჩვენ მოვიგებთ და კონსტიტუციას შევცვლით. არა, როგორ შენ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას არ მიიღებ, კონსტიტუციას ვერ შეცვლი. ანუ 113 ხმა გჭირდება, ხო? არა. პარლამენტის კოალიციური მთავრობა კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ იქნება. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ მოვიგებთ, დავაკომპლექტებთ რაღაც არსად არ ეწერა კონსტიტუციას შევცვლითო სხვადასხვა იმ ქარტიაში. იქ მხოლოდ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება და მომზადება ახალი არჩევნებისთვის ეწერა. და წახვალთ. ხო და ვიღაცები წავლენოთ. თან მე დავასახელებო პრეზიდენტიო რაღაცა ტიპის მთავრობასო, კაცო. ოპოზიცია კი არ დაასახელებს, რომელიც გაიმარჯვებს თეორიულად. ხო, და რა ხდება კონსტიტუციაში შლების გარეშე? ხო და ვერ ხდება და იქ რო არ წერია, რომ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ და საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მიიღონ. თუ ამას უბრუნდებით, მაშინ ის რაც კარგი, ეს მანამდე რო ქარტია იყო, პირველად რო იკრიბებოდნენ, მე ცოტა ხანი ჩაიწია იმ ქარტიის თემამ და რატომ ეს არ იყო ეგეთი სისულელე და არც საქართველოში არ იყო ეგ მოფიქრებული ისე არ იყოს ნაწარმოების, მაი არა აქვს მოფიქრებული ამბავიო. მაგრამ მე რომ ჩარჩენები, მე თავიდან დაიწყო ეს ამბავი და იყო ესეთი ამბავი, რომ ჩვენ ახლა დავწეთ ქარტიას, ესენი რომ მოვლენ, ეს პარტიები ამიტომ ცოტა ფრთხილად იყვნენ, მათი ფუნქცია იყო მარტო რომ თქვენ შემოხვალთ ხელს აწევთ, მე დავასახელებ ამ ტექნიკურ მთავრობას, იქ დავასახელებ პრემიერ-მინისტრს და გვარებიც კი გექნება გაგონილი ვიღაც გვარებზე იყო ლაპარაკი, უნდა დარჩა ესე ვარსკვლავ ბიჭუნათ ის პრემიერ-მინისტრი, ვინც მაგარი იქნებოდა ჭკვიანი, გახსოვს ხო ეს ყველაფერი ხო? თქვა ხوار კი არ უტრიებ, ჭკვიანი, ლამაზი, მაღალი, ეს ყველაფერი ეპიტეტები იყო განსაკუთრებული, აი პატიოსანი შერავა. ყველაფერი იყო ეკონომიკური და რაღაცა და ოღონდ მე რაღაცობით და ძალაუფლებას და ამას უნდა გადაცემა. ამისი მთელი ლეგიტიმაცია მე რატო გელაპარაკებ, ახლა მან კიდე უფრო შემახსენა. იყო გარედან, იმიტომ რომ ევროკავშირი ამბობდა, რომ ეს არის კარგი და აბა როგორ მორჩებოდა და შენ რო იტყოდე, მე რო ვიტყოდე, ვიღაცა იტყოდა ეს არაკონსტიტუცია, რო გეტყოდე გაჩერდი ახლა შენ ევროკავშირს უნდა. აი ამაზე იყო ლაპარაკი. ან მე მაგაში ვინაიდან არ მონაწილეობდი, იმ გაგებით რომ იცით რომ ხა ერთი დღეც არ ყოფილვარ იქ ამაზე სათათბიროთ, იცით რომ ასევე ჩვენი ძვირფასი კოლეგა ოპოზიციონერების და ადგილობრივი NGO სექტორის დახმარებით, ჩვენ არც ერთ ასეთი ტიპის შეხვედრაში ევროპელებთან და ამერიკელებთან სამწუხაროდ არ მონაწილეობთ. სამწუხაროდ გადარჩით, კაცო. არა, ხა ჩვენ ჩემი აზრით ჩვენ რო იქ ყოფილიყავით, ეს პროცესები ასე ვერ წავიდოდა, იმიტომ ჩვენ ხო იქ ტყუილ არ ვიждდებოდით, ანუ ჩვენ ვეტყოდით იმ ხალხს, რომ ესენი ცდებიან, ვინც ამას გეუბნებათ თქვენ. შეესაბამისად და ალბათ გეოგრაფიულ გადმოსახედიდან შეიძლება სწორიც არის, რომ მართლა გადავრჩით, რომ გიჟობაში არ მივიღეთ მონაწილეობა და რამე შარში არ გავეხვიეთ, მაგრამ ჩვენ ასევე გამოვრიცხავთ იმას, რომ ჩვენ რაღაც უაპელაციო სისულელეს ავყოლოდით, ვისგან არ უნდა წამოსულიყო ეგ. მაპატია მაგიტო კი არ გითხარ, მაგრამ შეიძლება კი არ გადარჩით, კაცო. თქვენსაც მიაწვებოდით, მაგრამ რა საფრთხე ქონდა თქვენ იცი რომ თქვენ რო გასულიყავით მეხუთე პარტიად, ნუ ცოტა დაგაგდათ, ხო? და გახვედით. არა, გავიდნენ მეხუთე პარტიად. არა. ანუ მეხუთე ოპოზიციურ პარტიად. მეხუთე ოპოზიციურ რო გასულიყავით. აი როგორც სკოლაში ხარ გეგექთება, რო ხარ რომ მიხვედი ხა დილით სკოლაში და რაღაცა შენი გეგმა გაქვს, რაღაცა ვნახო, რაღაცა გადაიწერო, არ გადმოიწერო, ნიშანი მიიღო და ამ დროს კლასი ატყდა, რომ შატალოზე უნდა წავიდეს. ეხლა იმ შატალოზე რო წავიდეს, ახლა მაგი რა გეკეთებია, 1-2-3 ადამიანს უნდა რაღაცა თავისი მიზნები აქვს, ან ორიანი არ უნდა რომ მიიღოს, ან რაღაცა უნდა ქნას, ან მინდა ქნას და შენ ვეღარ ეუნები ახლა უარს. და იძულებული ხარ შენ წახვიდე და მე რა უნდა ქნა შატალოზე, რა გიქნე ახლა ექსკურსიაზე ხარ წახვალ დიდი ორი კაცი კინოში წასულიყო სადღაც. თქვენ შეიძლება მოგწეოდათ ამ ბოიკოტის რეჟიმში გასვლა და მაშინ თქო მე ისევ გეუბნები ვინ როგორ ჩათვლის კომპლიმენტებს კი არ გეუბნები და თქვენ ახლა და მოგართვეს ლანგარით ეს არჩევნებით მაშინ იქნებოდით ისევ თავიდან იმ რეჟიმში ხო ბოიკოტის რეჟიმში გადასულიყავით. არა, მთელი ეს პროცესი ბოიკოტობანაია, მათ შორის სხვანაირი იქნებოდა ჩვენი ყოფნის შემთხვევაში და ჩვენ მარტივად ამათ სიგიჟეებში არ ავყვებოდით. ეს ამას წინარე გამოცდილებებიც გვასწავლის და თუმცა მე გეთანხმებით რომ ნუ რაღაცა ტიპის აი რისკები იყო რა თქმა უნდა. აი გულის ამრევ პროცესებში, სადაც მოდის ვიღაცა შენ ხარ პარლამენტში რო გეკითხება. აი ამას ავწდით. კომპლიმენტს გქონდეთ, დარჩი ცალკე. კარგად, აი როგორ თქვენ. გორდო აი ამაში დარჩით მარტო რა, ცალკე დარჩით და ეხლა აღმოჩნდა რომ შვენიერი ადგილია ის სადაც დარჩით და აი მაგის კითხვა მინდა ეხლა მე რა აი მაგ შვენიერი სად ხედავთ აი ძლიერ ქალაქებში უფრო სოფლებში აი სად რომელ რეგიონში ძალიან მარტივია წინაარჩევნების შედეგი რო ავიღოთ აი თუნდაც ამარჩევნების შედეგი როგორც არ უნდა შეთარჩევნები ჩატარებულიყო რა გიჟებაც არ უნდა გაკეთებულიყო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფაქტია რომ დედაქალაქი მოიგო ოპოზიციამ
ანუ ასე ისე როგორც არ უნდა შეხედო, უფრო მეტი ხმა იყო დედაქალაქში ოპოზიციამ ვიდრე ხელისუფლებამ. ანუ შესაბამისად ყველაზე მთავარი ის ქვეყანაში ხდება ეგრე. კი, რა თქმა უნდა, მე ხوار ვიზახი დედაქალაქი ისეთი ხო, ამიტომ ნაკლების ზემოქმედების საშუალება არსებობს, მაინც დიდ ქალაქებში და დედაქალაქში საზოგადოებაზე ნაკლებ უფრო მეტად თავისუფალია აქ არჩევანი, გინდა არ გინდა. ამიტომ დედაქალაქი არის ალბათ თავარი ისა ოპოზიციისთვის დასაყრდენი. ამ საკრებულოზე მიიტანთ დედაქალაქი ხო, ანუ ჩვენ რას ვიზამთ ეს ჩამოყალიბდება ნელ-ნელა, ახლა ჯერ კამპანიაც არ დაწყებულა და როგორც გითხარით, ჯერ მზადაც არ ვარ იმ გაგებით, რომ ხალხს ვეძებ, ანუ მათ შორის დედაქალაქში ხალხს ვეძებ. ჩვენ არ ვიქნებით საკრებულოს წევრები არც ერთი. შესაბამისად ჩვენ სხვაზე ვითამაშებთ, ანუ პასებს სხვას მივცემთ ამ არჩევნებს. ნუ თქვენი კლასიკური პარტია, თქვენი პარტია. ხო, ამიტომ ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში იქნებიან ჩვენ წარმომადგენლები, მაგრამ ზოგადად ოპოზიციური მხრიდან რო შეხედოთ ამას. ოპოზიციას აქ მერის არჩევნებზე ჩანს. ესენი ხო იქნებიან თქვენი პარტიის წარმომადგენლები. ხო, აბა რა თქმა უნდა. არა, იმიტომ ერთხელ თქვენ თქვით ეგა და რაღაც მომეჩვენა ისეთი რამე ხო არ იქნება თქო, ჩვენ გირჩი დავასახელებთ ვიღაცა დიმიტრი გელოვანი. არა, ის უნდა ვიცოდე რომ გირჩია, ხო? გირჩის სახელით გადის ისე და სხვანაირად მე წარმოვიდგინე როგორ შეიძლება ეს მოხდეს. და ამიტომ ახლა შეიძლება 100%-ით ვიღაც არ გვემთხოვდეს ჩვენ, მაგრამ ახლა ხო ეს ადგილობრივი თბილისის არჩევნები ან სხვა ქუთაისის, ბათუმის არჩევნებია, სადაც საჭირო არის ადამიანები, ვისაც ამ ქალაქის განვითარებასთან როგორი უნდა იყოს ეს ქალაქი, რა უნდა გაკეთდეს უკეთესად, რომ ან გადაადგილება როგორ გახდეს უკეთესი, ან მილიონი სხვადასხვა ქალაქთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტა უნდა, აქვს რაღაცა წარმოდგენა და ბოლოს და ბოლოს საქმიანი კაცია ამ ქალაქისთვის. და მთელი ოპოზიციური მე არ ვიცი როგორ იქნება, როგორ მომზადებიან ეს რა მოხდება, მაგრამ აი როგორც წინა არჩევნებზე სრულიად მომზადებელი, ანუ ლანძღვა გინების კამპანიით რო გავიდნენ ნაცვლად რაღაც კონკრეტული დაპირებებისა, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ქონდა წარმოდგენა, როგორი იქნება ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების შემდეგ, მიიღეს რაღაცა დომხალი, მაგრამ ამ დომხალშიც დედაქალაქში გაიმარჯვა ოპოზიციამ. მე რასაც ვფიქრობ ზოგადად, უბრალოდ რომ მე არ მჯერა იმისი, რომ როგორც გითხარით, ესენი აზრს მოეგებიან აქამდე 30 წელი რო აზე ვერ მოვიდა ის პოლიტიკური სპექტრი, რა უცბად დღეს რომ მოვიდეს აზრზე, მე მეეჭვება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს კითხვაზე პასუხი სად უფრო მეტი რესურსი არსებობს ოპოზიციური აზრისთვის. პირველ რიგში დიდ ქალაქებში და რასაკვირველია განსაკუთრებით დედაქალაქში. თუმცა მეორე საკითხია, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ნახევარი ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობასო, ყველგან შეიძლება შანსი ჩდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ გვინახავს არჩევნები, სადაც ქოცების მოწინააღმდეგე ნაცები არ არიან და ქოცები ნაცებს არ ებრძვიან. ანუ შეიძლება ჩვენ 12 წლის თავზე სადაც არჩევნები, სადაც ბრძოლა არ არის. ანუ არ არის, აი ნაცებს არ ვებრძვით. სადაც მათი ნარატივი არ არის დამაზე დაფუძნებული. ნაცები მოვლენ, მიშა დაბრუნდება არჩევნები არ არის. ამ დროს სად რა შანსი გაჩნდება, მე არ ვიცი. ხო შეიძლება შენ არ მოწოხარ, მაგრამ აი ტერი ხარ და ეგეთი სიტუაცია არ არის, არჩენ არ ეძახი რომ ტერი ხარ. ჩემთვის ტერი არც ერთი პარტიის ამორჩეველი არ არის. მე ყველა პარტიიდან მინდა ამორჩეველი. ქართულ ეს ქვეყანა შედგება ყოფილი ნაცების და ყოფილი ქოცების ამორჩევლებისგან. 2012 წელს ასე იყო. მარტო ნაცები და ქოცები იყვნენ. შესაბამისად, ანუ მე საერთოდ არ მინდა რომ ეს ხალხი დაპირისპირებული რო ერთმანეთს, ეს თავარი პრობლემა მგონია ამ ქვეყნის. და მინდა რომ ჩემი პოლიტიკური ძალის აი პოზიციონირება თქვენო არეუბნებითო ანუ ან ვერ ვეუბნებით, ხო, გეთანხმებით იმაში, რომ ყველაფერი რო გასაგებად აგვეხსნა მოსახლეობისთვის 3%-ს კი რა ვიღებდით, ავიღებდით, უფრო მეც, 20-ს ავიღებდით, 30-ს ავიღებდით. მაგრამ ახლა რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ჩვენ ტრობა უნდა დავამთავროთ რაღაცნაირად და ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არც ქოცების ტერი არ არის, არც ნაცების ტერი არ არის ამომრჩევლების და ზოგადად რაც გვინდა თავარი სათქმელი, გვინდა ის რომ მოდი ხალხო შევრიგდეთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვჩხუბობთ 1 მილიონი ადამიანი, 9 მილიონი ადამიანს თუ ებრძვის და მათ შორის ტრობაა გაჩაღებული. აი ეს ამ ქვეყნისთვის ხო კარგი ვერასდროს ვერ იქნება. როდესღაც აი მომენტი მოვა იქამდე, რომ ეს არლაპარაკი, ტრობა, ჩხუბი გადაიზრდება, რაც 90-იან წლებში მოხდა ხელჩართულ ბრძოლაში და ჩვენ გვინდა რომ ეს დავაზღვიოთ. რომ ყველა მიცოდეს, ნაცმაც და ქოცმაც იცოდეს, რომ არსებობს კიდე ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არც ერთის ტერი არ არის, არც მეორის ტერი არ არის და ყველაფერს იზამს, რომ ერთს მეორე არ დააჭერინოს. შურიძიება შეაჩეროს, ქონების გადანაწილება თავიდან შეაჩეროს. ჩვენ არ ვიცით რა გამოგვივა, იმიტომ რომ საზოგადოებას სეირი უყვარს სამწუხაროდ. და ხშირად ზღვარს გადადის, აი ეს სეირი რო რეალურ ჩხუბში გადადის, ეს მომენტი ეპარება. ეს ჩვენ გამოვიარეთ ეს ეტაპი, მაგრამ ხა გარანტია რომ ეს ასე მოხდება არ არსებობს, თუმცა მე მინდა რომ ჩემი მცდელობა იყოს სწორი და მორალურად გამართული. მორალურად გამართული მცდელობა ის არის, რომ ქოცები და ნაცები ერთმანეთის მტრები არ არიან. ამორჩევლები. შეიძლება ბიძინა და მიშა მტრობს ერთმანეთს და ეს მე მათ ხარდამჭერებში ეს გამოისახება, იმიტომ რომ ესენიც ერთმანეთს ებრძვიან სხვა დონეზე, მაგრამ
ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად შერიგების რესურსი არის დიდი. შერიგების რესურსი ქართულ ხალხში ჩემი აზრით არსებობს, იმიტომ რომ რავი ახლა მე მყავს მეგობრები ქოცების და ნაცებიც და ისინი მტრები არ არიან, ისინი უბრალოდ როგორ გითხრათ, ერთმანეთში კამათობენ და აი როგორ გითხრათ, აი ის ზოგადი დიდი მტრობა ქოცების და ნაცების მიშასი და ბიზნესი ამათ არაერთმანეთთან ხელჩართული ჭხუვის, არამედ კამათის სურვილს უჩენს ჯერჯერობით, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ რომ ეს თუ ასე გაგრძელდა, თუ სულ ასე დაძაბულობით წავედით, როდესაც მიხვდებიან ნაცები რომ ან ვიღაცა მეორე მხარე რომ ისე მოძლიერდა რომ შანსი აქვს რომ იჭხუბოს რაღაც წარმატებას მიაღწიოს, ეს არ მოხდება. ანუ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ თუ რამეს არ გავაკეთებთ. ხო და მე მინდა რომ მართლა რაღაცნაირად ახლა თუ არ მიიღებენ ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია მონაწილეობას, იქნება ერთხელმანი ჩავატაროთ არჩევნები, სადაც თავარი მტრობა არ არის. სადაც უბრალოდ არჩევნებია რა როგორ მოვაწყოთ რაღაც ქალაქი ან რეგიონი ან უბანი ამაზე ვკამათობთ და არა იმაზე რომ ჩვენ თუ არ აგვირჩევთ მოვა ნაცები და დედას გიტირებთ ან რა ვიცი ჩვენ თუ არ აგვირჩევთ გავიღვიძებთ ჩელიაბინსკში ხო და ეს ერთი კითხვაც მაგ და მე გიორგი დაგითხრა არა მე ახლა ვლაპარაკობ და რატოც არც სიმპათია მაგ და არც ის ვიყავთ ლიბერტარიზმი ჩემთვის ძალიან საინტერესო მოვლენა არის ძალიან ვიყავი ამის შესწავლით გატაცებული მაგრამ ვერ ვეტყვი რომ რაღაცებში ვიზიარებ ამას ვარ მე მომწვიდა ტექნოლოგიების თვალსაზრისით ვსაუბრობ ჩემთვის ეს არის რაც გითხარი ორჯერ ორი ეთქე თუ ვერ ამემწოდია თუ არა და დავიხსოვებთ ამას და ისე და უყოდ მოგართვა ეთყობა კანონზომიერე იყო ეს არ ვამბობ რომ დუშაში გააგორეთ და მოვიდა რაღაც კანონზომიერე იყო რო გარბი ხარ მარტო შენზე არ არის შენი მეტოქე როგორ გარბის ესე ახლა ის თუ არ გარბის და სხვაგან გაიქცევა იმის არ იყო შეებრალი ხო არ არის გოლი ყოველთვის მეტოქის შეცდომის გამო შენი ბრალი ხო არ არის მაგრამ ეხლა თემა აქ იქნება მე ესე მგონია რომ მართლაც ახალი ტიპის არჩევნები მოდის იმიტომ რომ ყოველთვის ერთი და იგივე იყო მან რაც ბოლო წლებში რომ ეს არის ნაცების და ქოცების ძირითადი სიტუაცია იყო და ამას ყველა მიეჩვია მეგონა ეს პარტიებიც და ეგონათ რომ მე რო ვიტყვი რომ საჭმელი არ მინდა პატარა ბავშვებს ჩვევიათ ხოლმე მაგრამ მაინც მოვლენ შებეხვეწებიან ბებიკო მოვა ბაბუკო მოვა ევროკავშირის ელჩი მოვა ის ჩამოვა შარმიშელი ჩამოვა პირს გამაღებინებენ და მაინც ვაჭმევენ საჭმელს და მე მაინც შევიყვანენ პარლამენტში და მაინც ვიზამენ წინა პარლამენტიც ესე იყო მეკითხებოდით და მე თვითონვე გადაითქვა მე გადმოითქვა ეხლა აღმოჩნდა მე შეძლო გეუბნები რომ უცებ აცხა რავინ არ შეეხვეწა რაღაც სხვანაირად ფიდის ეგ სიტუაცია მე ეთლად შეუწყვიტეს შენ სხვანაირად უყურებ მაგას და მე ეხლა უყურებ როგორც მაყურებელი ამას არ ელოდნენ ეხლა რო გითხრა და დიდი ტრაგედიებიც იყო შეგინოთ ამას კი არ ელოდნენ ეხლა რო იძახი ეს ერთია იმისი არ იყოს თამადა არ მინდა და რო არ აღირჩევენ მე განიცადავ ხალხო ეხლა არჩევნები ნახე არჩევნები არ ჩატარდება და ჩვენ მოვალთ არჩევნების გარეშე მაგრამ ესეც იმსხვრევა აღმოჩნდა რომ თამარ მეფეც თამარ მეფეც არ ყოფილა შეთქონვე არის და ეს არჩევნები მოდის და ამ დროს დედაც დაფიცებული გაქვს მოკლედ ისედაც ნათქვამი გაქვს ასედაც ნათქვამი გაქვს ყველანაირად ნათქვამი გაქვს ისეთი რომ თან ახლა ამ ქვეყანაში ახლა შე როგორც კი ვინმე სამოცდება რომ აწე არჩევნები მინდაო ახლა კი ზიხარ ახლა და იყურები ახლა ესეთი სახით მაგრამ არჩენ შეარჩენ არც ოცნებაში ახლა რატო წავედი ბოლო სიტუაცია როცა გააცნობიერებ და დაახლოებით მე მგონია რომ აბა დაიხსოვე რომ აპრილის თვეში შუაში ესე იმიტომ კი არ ვამბობ რამე ვიცი უკვე გააცნობიერებენ რომ თვითონ არიან თამაშგარებ მდგომარეობაში ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ თვითონ დაიყენეს თავი უკვე წამოვა პრესი ერთადერთი ბოლო თქვენზე წამოვა განსაკუთრებული პრესი იმიტომ რომ დაიწყება რომ აი თქვენ აპრავებთ ამისთვის თუ ხარ მზად ხო ხდები თელი თავისი გაგრძელებებით იქნება რომ აი თქვენ რო არ მიიღოთ მონაწილე აღმოჩნდება რომ ხა გიჩვათ თუ არ მიიღო მონაწილეობა მოკლედ ეს არჩევნები ჩაიშლებოდა ამისთვის თუ ხარ მზად უი ნეტა ეგ მოხდეს კაცო მე უბრალოდ მზად სამწუხაროდ უფრო მეტად იმისთვის ვარ რომ ესენი საკუთარ სიტყვას გატეხავენ და ყველა ისე მოგროვდება არჩევნებს ხელი კინასე გიკავია ხო იმასე მაგას რო ამბობ ნეტა ეგ ხნა ნეტა საკუთარი სიტყვას მაგიც მეთქვია რომ ესე ნახე როცა რატო გეუბნები რაღაცების ვიცნობ მე ესე კი არა ვარ რაღაცები კი ვიცი ასე კი არა ვარ მეც არ იყოს ის რომ გურული ვარო მე რამჭეს არ ვიციო თუ ქვეყანაში ჩვენ რო ლაპარაკობდით წინა ამბავი რო იყო შინ კი არ ეჯერებოდა თუ ეს ოცნება შეწყვეტდა ამ სიტუაციას და რო წავიდა მაგეთკე ვეღარ დაიხი ისე ღრმად იყვნენ შეტოპილები რო უკან ვეღარ დაიხიეს ეხლა შენ კი ამბობ ამას და ვიცი ესე ეხლა მათ უკან აღარა აქვთ გაცილებით ძიმე დარტყმა იქნება ეხლა უკან წამოსვლა
აქედან, იმიტომ რომ ნახე, იქ რამოდენიმე პარტია უბრალოდ რომ გავარჩიოთ. ჭადრაკის ფიგურებია. ცუდი გაგებით კერგიონ. ერთი პარტია ჯერ კიდე თუ ორი თუ პარტია ნახევარი აღიარებს რომ პრეზიდენტი იძახდა მე და შენ რას ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს შენობაზე კიდე ერთხელ გიხდებოდის. მე და რას ვფიქრობ, რომ ჯერ კიდე გუშინ ასე ცხელია, რომ ესო ჩემი პრეზიდენტიაო. ხალხი კი უყურებდა ამას გაუცებული, მაგრამ ეს არის ჩემი პრეზიდენტიო და საინტერესო ის იყო რომ ამას ამბობდა ხალხი, ვისაც ხმა არ ქონდა მიცემული ქალბატონ სალამეთის თავის დროზე. მაგრამ ამას ხო ამბობდა, აგერ ჯერ მარტი იმას ვისაც ქონდა ხმა. ჯერ მარტი არ გასულა, მარტში ამბობდა ეს ხალხი, აგერ იყო, ყოველდღე იყო. მე ეთერში უყურებდი ამას გამიკვირდა, ჩვენ ტელევიზიის ეთერში უყურებდი. მაგაც ინცაძემ კითხა და მოიკლა ადამიანმა თავი აბა ვინო რას ფელაპარაკებია ეს არის ჩემი პრეზიდენტიო და არ გავიდა ორი კვირა და აიო მაგანო რომ ბიშარ შეიწყალაო მაგაზე ვარ გაბრაზებულიო კი მაგრამ ახლა ეს როდინდელი მაგრამ ეს ახლა იქნება ძალიან თემა წავა არეულ-დარეული სიტუაცია ამ თვალსაზრისით იმიტომ რომ ფაქტობრივად ვიზეც საზოგადოებაც მიჩვეულია რომ ნუ ასე იყო ოპოზიცია რაღაცა რეალურად ახლა ეს არჩევნები თუ ჩატარდა მაინც იმას ქვია ხო ოპოზიცია და ისა ვინ არის პარლამენტში უმრავლესობაში და ვინ არის უმცირესობაში ახლა გავიცი ახლა სადაც დაიწყო სადღაა პარლამენტი კაცო მე გულისხმობ ავტის ხო იქნება რა მნიშვნელობა აქვს და ესე ამისთვის თქვენ ხო რა მინდოდა მე თქვა სამდე აი დაახლოებით თქვენი ისეთ ზოგადად კოორდინაციას და სულელურ სიტყვებს და კავშირი და არაკავშირი და აზრი ვერ გავ ხო არ ხედავთ სამდე მსოფლმხედველურად თქვენთვის ახლობელ კავშირს არა სიტუაციურს არამედ აი ესეთ ცოტა გძელვადიან ჩვენი პრობლემა ის კი არ არის რომ ახაც სულიერ მოკავშირეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რო ვერხადავთ. ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ პატიოსანი ადამიანის დანახვა გვიჭირს ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერშიპში. მე არ ვამბობ, რომ იქ ყველა არაპატიოსანი ადამიანია და თუნდაც ვინც პარლამენტის წევრი გახდა ამ არჩევნების შედეგად, ყველა ამორალური ადამიანი იყო. მე როგორ ვათქვევინეს, მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება სამწუხაროდ იმაში, რომ ეგრეთ წოდებული ვერხუშკა ამ პოლიტიკური პარტიების არის როგორ გითხრათ, აი ძალიან უნამუსო ადამიანები, რომელთაც სიტყვას არანაირი ფასი არ გააჩნია და ჩვენ ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცით. ამიტომ რაღაცნაირად ჩვენი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ამ პარტიებიდან ახალი ადამიანები ვინც გამოჩნდა მარჩევნების შედეგად თუნდაც ამ ადამიანებთან გავსულიყავით კონტაქტზე, იმგაგებით რომ თუ ისინი ასევე აღმოაჩენდნენ რომ მათი ვერხუშკა ამორალური ადამიანები არიან, რომელთაც სიტყვას მნიშვნელობა არ გააჩნია, რომელსაც ბევრჯერ ვიღაც გადაუგდიათ, ბევრჯერ კულუარულ და ამორალურ გარიგებაზე წასულან და მოუნდებოდათ ნამდვილი პოლიტიკოსობა და ნამდვილი პოლიტიკის კეთება, ჩვენი კარები ამ ხალხისთვის გაგვეხსნა. ჩვენ ახლაზრდად ვართ ამისთვის. მაგრამ როგორც ჩანს საკმაოდ მაღალია წნეხი ამ პარტიებში და რატო ვამბობ ამას, რომ ხალხი გახადეს პარლამენტის წევრი. მე ჩამოართვეს პარლამენტის წევრობა, დააკარგინეს პოლიტიკური მომავალი, ხო? მინიმუმ 4 წლით რაღაცნაირად. და ეს ხალხი ისევ არ არის ლაპარაკის ხასიათზე. ისევ არავინ არ ლაპარაკობს. ჩვენ ვიცით რომ თქვენ ხალხსაც წეგან საუბრობდით რომ იქო ერთი ამბავი იყო, ბევრი ადამიანი უბედური იყო იმით რომ ჩახსნეს იდან და შემდეგ. ამაზე ხომ და ილაპარაკონ. ვიღაც ხომ და გამოვიდეს და ითქვას რომ რატომ ჩახსნა ნიკა გვარამიამ სია. იქო 20 კაცი იყო გასული გვარამია. მეტი რო უნდა პარტია დაფუძნა 10% აიღო. მეტი რა უნდა ეხნა ქართულ ხალხს. ანუ უბრალოდ 10% რო გაანიავე და 20 კაცი რო უბრალოდ გამოყარი იქიდან. ამ 20 კაციდან 5 ხომ და გამოვიდეს და თქვას რა პროცესები მიმდინარეობდა ამ პროცესში. რა დისკუსიები ის გამოგადგება, რას პატიოსანი ეგარიო და ის გამოგადგებათ ეს კაცო, მე გამომადგება ამბავი, ინფორმაცია. საზოგადოებას ხომ დაინტერესებდეს და აინტერესებს დარწმუნებული ვარ, რა პროცესები მიმდინარეობდა ამ პერიოდის განმავლობაში, რითაც პარლამენტის წევრებმა დაწერეს განცხადება და ქოცები მარტო დატოვეს პარლამენტში. ანუ რატომ ეს რის შედეგად მოხდა? არა, მან ეს ხო საჯარო დისკუსიის საგანი უნდა ყოფილიყო და დღესაც რო სურვილი არავის უჩნდება ამაზე ილაპარაკოს. მან ხო თან ერთი მომენტია, ანუ მაგალითად სიის ნაწილში იქ არც არავის არ უნდა კითხოს სიას ჩახსნი თუ არ ჩახსნი, ხო პარტია შეუძლია თვითონ ჩახსნას. სია დანარჩენი სია, ანუ იმას რა მნიშვნელობა მან ისე ვითქვია დიაგო. მოქმედი ვინც იყო. კი, მაიგ მესმის რომ ეს მოქმედ წევრებს დააწერინეს განცხადება რომ უნდა გახვიდე, მაგრამ მარტო იქიდან გამომდინარე რომ მართლაც და საბოლოო ჯამში მთელი სია ჩაიხსნას, ანუ ეს 20 რო დაწერს მაგალითად მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, მე ხო დანარჩენი 20 მოდის კაცო, ისინი სხვა უნდა შევიდნენ, თორე თუ ისინი შევიდნენ, მან ყველაფერი ცხადი არის, იქ წერდა საერთოდ არ კითხეს, უნდა თუ არ უნდა იქ შესვლა. არც ამათ არ კითხეს სინამდვილეში.
არც ამათ არ კითხეს. მაგალითი რო ავიღო ამათ ხელი მოაწერიეს ის რომ არ კითხეს და იმათ ისე არ კითხეს რომ ხელიც არ მოაწერიეს. მაგალითი რო ავიღო წინა არჩევნებიდან, ხო, მაგალითად პატრიოტთა ალიანსმა გაიუქმა მანდატები, მაგრამ სი არ ჩაუხსნია და შემდეგ ის 4 ადამიანი შევიდა სწორედ იმ სიიდან, ხო, რომელზეც მაგას არა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ნუ ხო სხვა ფინანსური გარიგებები. ხო, გასაგებია რომ იყო, მაგრამ აქაც ხო იყო ვიღაც ადამიანებს ხო ქონდათ ინტერესი იმ ზედა სიაში, რომელიც ვინც გავიდა იქ იმას არ ქონდა, კაცო, აბა რისთვის ჩაეწერა სიაში. კი ბატონო. და შესაბამისად ამაზე რო დისკუსია არც კი ყოფილა. რომ შენ ფაქტობრივად ხალხმა მანდატი მოცა, უარი თქვი, რატო თქვი უარი არ ამბობ და დღესაც არ ამბობ. იქნება იძულების პარტია ამბობს და გარეთ მე ვკაცობ აგერ მეგეუბნები ყოველ შემთხვევაში ეს ხსნის იმ ამოცანას, რასაც გეუბნები რომ ეს ადამიანები დაარწმუნეს, იმ ადამიანებმა ვიცით მათ ჯეროდათ, არა აქ ახლა მნიშვნელობა სისულელი რომ დამარწმუნებ, ახლა ჭკვიანი ვარ თუ სულელი ვარ, ხო დამარწმუნებ, შედეგი ეგ არის, რომ თუ თქვენ გინდათ რომ პარლამენტში იყოთ და პოლიტიკაში დარჩეთ, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და აგერ არის ამას გეუბნება ევროკავშირის ელჩი, ამას გეუბნება ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კონკრეტული ელჩები. მე ამჯერად ევროკავშირის ელჩებმა დააწერიეს ამათ განცხადება. საკუთარ ბელადუკებმა დააწერიეს ჩემს წამოდგენას. ბელადუკებმა დააწერიეს, როდესაც მათ დაარწმუნეს. ეხლა მე არ მინდა გითხრა და როცა ამას ეუბნებოდნენ თუ ეს გინდა დამარწმუნებელი, ეხლა როგორც ბელადმა დაარწმუნა რომ თუ რაღაც გინდა რომ შეეწერო, მოკლედ დაარწმუნეს. მე რატო არის ცოტა სკეპტიკურობა მარტო. წინა 2020 წლის არჩევნებზე იგივე სიტუაცია იყო და მაშინ მთელი ევროკავშირი და მთელი ამერიკელები გვეუბნებოდნენ რომ შედით პარლამენტში. ანუ არ ყოფილა მათგან მოწოდება რომ პირიქით ეს გიჟი ოპოზიცია იძახდა მაშინ რომ არ შევიდეთ რაღაცა და იმათ ეჭუბებოდნენ და ჩვენი გახშფოთება გამოიწვია იმან რომ დასავლეთი ერთხმად გეუბნებოდა რომ შედით პარლამენტში ითანამშრომლოთ მაშინ და ესენი ძახდნენ რომ არა ჩვენ არ შევალთ. ახლა მე არ მონაწილეობდი ამ პროცესში. და ამიტომ მე არ ვიცი, მაგრამ ამიტომ მაგაში ბოლომდე ვერ მოყვები და დასავლეთში ჩაახსნევენ ამაცია. ეხლა ჩაიარა, ნუ თუ დაბრუნდებიან ეს ცალკე ოპერაა და ეს უკვე მორალური კატეგორიით იქნება, მე ვისაც უნდა ისე შეახსენებს ამ თემას თუ ამობ, აი შენი ვარიანტი თუ გამართდა და რომელიმე შემოტრიალება დააპირა, თუმცა რთული თემა არის შემოტრიალება, ნუ ეს რაღაცეები არის, როცა აი კრიტიკულ ზღვარს რო გაცდები, მე რთულია შემოტრიალება. ისეთი ხალხი დამიგობრებულა წინას არჩევნებს. არა, ეს სხვა. რომელსაც მთელი, რა ვიცი, 4 წლის განმავლობაში დედის გინების და ერთმანეთზე არ ფიუყეთებია. ეს სხვა არის, მაგრამ ეხლა ამას დავინახავთ, რომ ეგეთი მეცაც გეტყვი, ეგეთი ტიპის ლიდერიც არა ჩანს ეხლა, რომელიც ამას აიყოლიებდა. მე ნუ არა, ყველა ხო გვაქვს ხა წინასაბრატყო დაროსული ერთი რაღაცა წინასაბრატყო თქვი, ჩვენთან ექსპერტები და ესე ლაპარაკობენ. თქვენ ფიქრობთ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში? ვერ მიიღებენ. ესენ შეიძლება უნდოდეთ და აბა მე რო გითხარი რამის მოკილოც ეხლა მე გამიკვირდა მესამე ადგილი თქო რო გითხარი იმიტომ რომ ეგ საინტერესო ამბავია მოდი ესე შევხედოთ ამას რა მინიმუმ 3 პარტია ეხლა 4-დან ესე დავალაგოთ მე ეხლა ვფიქრობ მესამე პარტია ვინ იქნება მე ძალიან ხო ჩემთვის ეს არის პოლიტიკა რაღაც ზოგისთვის არის ეს არის ძალიან ზუსტი მეცნიერება როგორ ჭადრა ეს არ არის ეხლა ბევრს ეს შეიძლება რაღაცას ლაპარაკობ აქ ბოლს დააყედება ზუსტად უნდა დათვალო როგორ არის განწყობა კვლევები ესენი მე არა მაქვს მაგრამ ვარაუდობ აი კვლევები როგორ არის რას ფიქრობს ის ოპოზიციური ამორჩეველი ხა თქვენ ამის საშუალებები რო უნდა გქონდეთ ხა წეს რაღაც უნდა გაიჩინოთ სულ კვლევები უნდა ატაროთ ხა თქვენ და კონკრეტული მუშაობები ჭირდებათ ხო და მე კითხვა მინდა ნახე რომ 3 პარტია განცხადებული აქვს რომ არ მიდის ახალ არჩევნებზე ხო მეოთხესაც თითქოს მაგრამ მეოთხეს რადგან აქვს მანდატები და ფინანსება რაღაც ასე შემდეგ ხო კიდე რაღაცა დაუტოვოთ ეს თემა რომ ნახოთ როგორ განვითარდება მათი ბედი იმიტომ რომ ჯერ ისიც არ არის ცალსახა მართლა გამოიყენებენ ამ მანდატებს თუ არ გამოიყენებენ და მე მაისში რა იქნება ჩაუხსნის თუ არა მათაც ამ მანდატებს თქვა დაუსწრებლობიდან გამომდინარე ოცნება იმას გულისხმობ გახარიას პარტიას გულისხმობ მაგრამ აი როდესაც სკეპტიკურად ხარ და განწყობილი იმის მიმართ რომ ისინი არ დაიცავენ საკუთარ სიტყვას რამე დაუჯდებათ მათ ეს არ დაცვა ანუ აი საზოგადოება ამას ესე გაატარებს შენი აზრით რომ აი მე რა რომ ესე თქვეს მე რა რომ თქვეს რომ არ მივიღებთ მონაწილეობას მე რა რომ თქვეს რომ ეს არის არალეგიტიმური მთავრობა და რადგან არალეგიტიმურია ყველაფერი რასაც ის გააკეთებს აწი არალეგიტიმურია ხო არჩევნებიც არალეგიტიმური იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ხო არ შეიძლება არალეგიტიმურმა მთავრობამ ლეგიტიმური არჩევნები ჩაატაროს ხო ანუ ეს რამე დაჯდება ამას რამე ელექტორალური შედეგი ექნება მათთვის რომ ამ გადათქვან ეს სიტყვა ანუ სხვა გამოსავალი ახლა ხო არ აქვს თან სიტყვა უნდა გადათქვან ან მართლა ჩაეხსნან საარჩევნო პროცესს და რაღაცას დაელოდონ არ ვიცი რას იცით როგორ არის რომ აი ხალხმა რომ იმას დაიჯერა 4-5-9-25 და სალომე ზურაბიშვილი მხედართმთავარი და ასე შემდეგ და გვარამიას 10% მიცა და ასევე თითქმის 10% ლელოს და თან ბანკების პრობლემა აწუხებს და ასე შემდეგ
აი, 10% არ აწუხებს ჩავთვალოთ. პროპაგანდას ესე იგი ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იცით როგორ არის ყოველთვის ყველას ვერ მოატყუებ ესეთი გამოთქმაც არსებობს მოგეხსენებაში, მაგრამ რაღაც ვიწრო მაშინ მოატყუო. და ნებისმიერი ასეთი ტიპის განსაცდელი, როგორც ამ არჩევნებზე გადაიარა, რაც ახლა ხალხს აჭამეს ამ არჩევნებზე. ეს ხო რაღაც ტიპის იმუნიტეტსაც გამოიმუშავებს. რომ საზოგადოება უფრო მეტად დაფიქრდეს შემდეგ არჩევნებზე. აი, ხმა არ დაიკარგოსო, რო გეუბნებიან და მე 800.000 ხმის მანდატს რო ტყვარს გაატანენ. ჩემი აზრით ამან რაღაც გავლენა ვიღაც ადამიანები უნდა დააფიქროს, მაგრამ საზოგადოების რაღაც პროცენტი, 1-20-30% არსებობს ჩემი აზრით, რომელიც ალბათ არასოდეს ჭკუას არ ისწავლის თუ პროპაგანდას შესთავაზებ. ამიტომ მე მჯერა რომ ვიღაც ისწავლის ჭკუას აქედან, მაგრამ ამჯერა იმას რომ 90% აზრია. აი, ისე ლოგიკურად ეს ხალხი, რომელიც დღეს აქციებზე დადის, ხო წესითამეთ ხმა არ უნდა მისცეს. მანამდე როგორ უნდა მიეცა? აი, უბრალოდ მაგაზე რო ხდება. მანამდე როგორ უნდა მიგეცა? აი, ლელოზე ხმა რატომ უნდა მიგეცა? გვარამიაშვილს ხმა რატომ უნდა მიგეცა? ხლა ესენი არ არიან, როგორც აუმეხო ჩვენთან არ არიან და ხლა ასეთ ბაბათების არ იყოს თავისი ამბავი აყოფათ ხა და ჩვენ ხნუ გავარჩევთ მაგას, მაგრამ ხმის მიცემას ერთი ბევრი ამბავი განაპირობებს და მათ შორის ერთი განაპირობებს ხა რჩევა არ გამოდის, მაგრამ ისე რომ თქვა ზანეთკაც იყოს რჩევა. აი ესეთი რაღაცა რომ ადამიანი რეგიონებში და იმაში აძლევს ხმას ესე რომ ჯერითი უყურებს ადამიანს. ვინ არის წარმოდგენილი? ეს გითხრა. მithumetes თვითმართველობაში. და თვითმართველობაში აქაც ბევრი არ მოვიტყვი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვის დაასახელებდა. ის კი არ არის ხოლმე გინდა თუ არა რომ სახელმწიფო გააყალბებს და ეს თემა მე ნაკლებად ჯერა ამის მაგრამ სახელმწიფოს აქვს ხოლმე მეტი რესურსი, ესე ვთქვათ, უკეთესი ადამიანების და რეგიონებში ხშირად ამ პარტიიდან არის, იმ პარტიიდან არის, ეს არის ხოლმე ერთი ტიპის ადამიანები ტრიალებენ ამაში. ეს ერთი. მეორე, ამას უყურებს, ვინ არის, რამდენად საქმიანი ადამიანია, თავისი კრიტერიუმები აქვს, იმიტომ რომ შენ შეიძლება თბილისში იცხოვრო და საერთოდ გამგეობა არ იცოდე სად არის. აი, გამგეობის შენობაც კი არ იცოდე შეიძლება სად არის და რეგიონში მე ვქონია ამის გამოცდილება ეს ძალიან ისეთი საჭირო რაღაცა არის. შენი ცხოვრების ნაწილია, დიდი ნაწილისთვის უფრო მეტად ვიდრე თბილისში. ამიტომ ეს აინტერესებს ვის აირჩევენ, ეს ერთია. და მეორე მისი ხმა არ უნდა რომ დაიკარგოს. აი ესე თუ ჩათვლის რაღაცას რომ მიჩვეული, აი ის უფრო მე დამიცავს რაღაც ინტერესი იქნება. ახლა შეიძლება საზოგადოებაც რომ ეს პირობიდან აქამდე რეალობაში თქვენ რომ შემოდიოდით და კვიდრდებოდით ამას ხო დრო უნდა ესე არ იყო გილჩზე მიჩვეული. ახლა თქვენ ეს ბოლო თვეები უნდა იყო რომ უკვე რაც ეკითხარი ეს ამბავი უნდა მიეჩვიოს. გილჩია ესე იგი მეორე პარტია ხო? ესე იგი ის აღარ არის. ეს ახლა ამას მიჩვევა უნდა ამ თვეებში. ახლა როგორ არ არის კაცო და როგორ თვითონ თქვა უარი. არ არის არც ამან თქვა. აბა ეგ არის. აი ახლა თქვენ არ უნდა დავუშვათ ეს რო იტყვიან ხო ეს 5 წუთი როა თამაში დამთავრება და საკუთარ კარში არ უნდა გაიტანოთ 6 გოლი. არა, ჯერ არც ერთი არ გაგვიტანია ეს საკუთარ. ხო და აი ეს თემები არის შიგნით და ერთადერთი იქნება აი ეს თემა ახლა უკვე ამ საარჩევნო კამპანიას რო იწყებს რომ აი მე დამოკიდებულება სხვა შეიძლება უკვე კამპანია იყო. გულის ხმობთ იმას რომ ზეწოლა წავა რომ არც ერთი არ ღებულობთ ნაწილს. არა, ჩვენ არ გვაინტერესებს ეს. ჩვენ აქამდე ხშირად წავსულვართ მეინსტრიმის წინააღმდეგ მოგეხსენებათ ჩვენზე კარგად. ხო და მოსახლეობისთვის ახლა უკვე ეს პროპაგანდა იყო რომ პროპაგანდა ყოველთვის პარტია პროპაგანდას ახდენს აბა სხვანაირად პარტია სხვანაირად გამორიცხულია ხო და რო თქვა რომ მე უნდა შევარიგო ორივე ამორჩეველი ეს უკვე ესე იგი უკვე მიმართე შენ ახლა პრაქტიკულად იმას და ეუბნები რომ ცოტათი თუ ხარო ხა უკმაყოფილო რაღაცა აგერა ვარ ჩვენ ახლა ჩოვიბ ადამიანს რო ვარ და ეს ხმას არ იღებს ეს არ მომწონს ხო რა ვის უნდა მიცე ახლა ხმა შენ ახლა არ უნდა გააბრაზო ისი ამორჩეველი რომ აი შენს მიმართ რაღაცა ეს იყოს თითქოს არაფერი ისეთი გასაბრაზებელი არ არის რაღაცა ხო არ მოგატყვა ხანდახან სიტყვებს რო ამოვთხოვდე და რაღაცა მაგის შეიძლება ზოგადად არ მოწონდეთ და რაღაც თელი რიგი საკითხებია მაგას შეკრიჭავთ შემოკრიჭავთ და ერთხელ ბუბაკი კაბიძემ მითხრა გადაცემას რო იწერდა ჩანა საქართველოს დაბადებას აი მოვიდა იმას არაყი დაისხა სიგარეტს გაუკიდა და გადაცემას უკვე დიალიზიდან მოვიდა ვიცი და მოთხარი ბატონ ბუბა მეთქი რამოდენად შეიძლება ეს კონტექსტში მეთქი და 84 წლის ასაკში ხო არ გამოვსწორდები იაგო ასე ვცხოვრობ თელი ცხოვრებაო და აი ჩვენც ალბათ წინა საარჩევნოდ ვერ გამოვსწორდებით რაც ვართ ის ვართ მაგრამ ჩემი აზრით როგორებიც ვართ ისეთი უნდა აგვირჩიოს ქართველმა ხალხმა იმიტომ რომ ერთადერთი ვართ ვინც არ იტყუება ამ პოლიტიკურ სპექტრში და რასაც ფიქრობს იმას ლაპარაკობს პირდაპირ და ეს იმდენად განსხვავებული რაღაცაა თუ ადამიანებმა ეს დაიჯერეს ჩემი აზრით ჩვენი გამოსწორების განსაკუთრებული ცდილობის გარეშეც უნდა გამოგვიცხადონ ნდობა მე ეს მგონია და არა ის რომ ახლა
მე და ვახო მეგრელიშვილი გამოვსწორდებით და სხვანაირები გავხდებით, ფუნფულები გავხდებით ცოტა ხანში ამჯერა მაგის. არც დანარჩენებზე, მაგრამ ორზე განსაკუთრებით ამჯერა. ესე იგი, მოდი, ვასიკოს სცენარი, რომ აი ესე ოპოზიცია უარ სიტყვის მონაწილეობაზე და პრინციპში შეიძლება ითქვას მაგრამ ჩემი სცენარი არ თვითონ თქოს უარი, მე ხო მე გარკვეული თვალსაზრისით ვიზიარებ იაგოს სკეპტიციზმს, არ მჯერა მათი სიტყვების და იმიტომ ვამბობ ამას, რომ მაინც რაღაცნაირად შენ მაინც ისეთი ოპტიმისტი ხარ ოპოზიციის ჯერა. ანუ ოპოზიციის ჯერა. არავის არ ჯერა ამის გარდა და ამას ჯერა. მე არ მჯერა, კარგი ესე გავუყო. მე მაქრო ხალხი გაიხსენებს, რომ ამათ არ უნდათ მონაწილეობა. და ბოლოს გადაიფიქრეს და ეს მათზე რაღაც გავლენას მაინც მოახდენს, რომ იგივე ნდობას არ გამოუცხადებენ ხალხს ხანერტიზაკის ხანმეორეს. სურო დაბრუნდა კი მე ხლა 20-30% და რაღაცა ბევრია, მაგრამ ნახე რა ხდება ეს მე არჩევნები მახსოვს, ზუსტად გამსახურდი ეს არჩევნებიდან მახსოვს. კარგად რა, არჩევნო პროცესი მანამდე ხარ სულ ხარ ხარ მოდიოდა ბიულეტენი ოჯახში და დებდა. საქმე რა შეიცი რომ დელი ტექნოლოგია შეიცვალა. აი ხლა შემოვიდა სოციალური ქსელები, TikTok-ი შემოვიდა და ხო თითქოს არაფერი არ არის, ბოლო წლებში შემოვიდა და ამ მოსვენებას არ გაცლებს. აი შენც კი რომელიც ახლა აგერ მედიაში ვარ და პოლიტიკაში ხარ, რაღაცა რო გევიდა და 3 თვისი რაც ხარ რო იბჟუტურე, პაპატე შენ კი არა გქო, ვინც იბჟუტურა. არის ეს კაი სიტყვა არის ესეთი. ხო და რო იბჟუტურე, მე გავიწყდება და მე ფიქრობ, გამოდიხარ ისე ომახიანად ლაპარაკობ, მე ხლა მინდა გითხრა როგორც მითქვი ამობენ ხო, გამოდიან ომახიანი ექსპერტი, არა ექსპერტი, NGO და რაღაცა და ეს TikTok-ი აღარ აძლევს მოსვენებას. არ ვიცი ვინ ზის ეს მადლიანი ავტომატიზის რაღაცა ჭრიან. იმისი არ იყოს კი შეიძლება მტერიზი შენი, მაგრამ შენ ხო თქვი კაცო, იმისი არ იყოს, იმისი რაც აქციონს რო ცემო არ ხვედიაო და ვაშე წამიწიო და ხო შეიძლება თქვა და გიყრიან და გიყრიან. ამას როგორ ჩანს მარტო საარჩევნოთ. მტერი ახლა მტერმა უყურა ახლა შენ რო იყავი და მარტის ბოლომდე რო ახლა პრეზიდენტი სალომე იყო და ახლა უცებ შეატრიალებდა და იტყვი რომ სალომე ხო ცუდი ადამიანია. არ არიან ქართველები ეგეთი მიამიტები. ჩვენ გვაქვს ავია, ჭირია, გავიარე, ზურგის ტვინითაც კი ვაზრონეთ. ვიცით როგორ ვილაპარაკოთ. სახში რო შეიკრიბება, ასე შეიძლება არ გითხრას, მაინც დილობიანები ვართ. პატარა ნაწილის გარდა. მაგრამ ფიქრობს აი აბნალიაო რა, არა მაგ ჭკუაზე ახლა და აბა იმიტომაც იზამს. ამიტომ ამათ დიდი რესურსი ახლა აქედან უკან დახევის. აქ არის ერთადერთი მიწოლის. მიწოლის რესურს მე ვერ ხედავ. თქვენ აი მოდი ახლა გადავანგრიოთ არა არჩევნების გზით. ამიტომ რო თქვი შენ რომ იქნება ერთად გაიმართოსო, იმიტომ კი არა რომ მე მინდა თუ არ მინდა, მე არ მეხება ამ პროცესზე არ ვერევი, არც ბერკეტი არ მაქვს, თორე ჩავერეოდი. საპარლამენტო არჩევნები როგორ უნდა გაიმართა? არ რესურს ხედავ შენ. იმიტომ რომ პარლამენტი არ გვაქვს. არა, არ გაქვს ეს ერთია. მაგრამ როგორ უნდა გაიმართა? აი რავი, ამერიკელებს ხონდა ელაპარაკო სერიოზულად. თუ მაინც რამე გინდა ფიზიკურად მათ შორის ახლა იქნება მალე პუტინის და ტრამპის შეხვედრა. გეოპოლიტიკა ჩვენზე გავლენას მოახდენს. მე რაში შეიძლება მოყვეცი? საპარლამენტო არჩევნებს მე ვხედავ ერთადერთ ვარიანტში დავინახავდი, თუ თვითონ იგრძნობდა ოცნება. იმიტომ კი არა რომ შენ რო დაკარი ფეხი და გავარდი პარლამენტში არჩევნ თვითონ თუ დაინახა სიტუაცია და დაინახა რომ რაღაც გარემოების გამო პარლამენტი არ არის და პარლამენტი ჭირდება რომ ვიღაცა სერიოზულად დაელაპარაკოს. საზოგადოებამ დაინახა რომ ეს მე ზეწოლით კი არ ვაკეთებ და ხელს კი არ მიგრიხავ, არამედ მე დავინახე სიტუაცია. ახლა რატო აი ხლა მაგალითად რო ჩატარდა ეს პარლამენტის არჩევნები პირდაპირ გეტყვი, აბა აზრი მითხარი რა იქნება ამისი. მაგრამ თუ არაფერი არ შეიცვალა ზოგადად და ისევ იგივენაირი რაღაცა, ისევ იგივე მოხდება. ხო იგივე პარტიები უნდა შემოვიდნენ. ხო ანა თუ რამე არ შეიცვალა ზოგადად. რა უნდა შეიცვალოს? არა, ბევრი რამე ცხოვრება ხშირად იცვლება. ხშირად იცვლება ცხოვრება, ადამიანები ჭკუას სწავლობენ ბევრი რაღაცის გამო, მაგრამ თუ ზოგადად არაფერი არ შეიცვალა, ისიატარებ რაღაცას. აი მაგალითად მივხვდი ვიღაცა პარლამენტი ვერ როგორც შედა, პარლამენტი არჩევნებს ვერ დანიშნავს, იმიტომ რომ ესენი მაინც არ მიიღებენ მონაწილეობას, ხო? არა, როგორ არ მიიღებენ, არ ვიცი. ჩვენ მივიღებთ კაცო, ბაშოში ხალხმა ისწავლა ჭკუა, ხო? ვიღაცამ, რომელსაც აქამდე 4-5-95 ატყუებდნენ. იმან ხო რაღაცა როგორც შანსი არსებობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვანაირი შედეგი დაადგეს იმ გაგებით, რომ ხალხმა რაღაცა გაიგო. ზუსტად ისევე შეიძლება საპარლამენტოზე. თქვენზე მე ხლა მინდა გითხრა, დიდი ტვირთი მოდის ამის უნდა მოეზადო თვითმმართველობის არჩევნები. მნიშვნელობა შეიძლება ბოლომდე არ არის მოაზრებული ადრე ესე იყო გაიგე რომ აუ პარლამენტარი თქვა რაღაც მაგარი იმიტომ რომ არ გვაქვს რეალური თვითმმართველობა სამწუხაროდ იმიტომ რომ პარტიების ყველაფერი ცენტრში წდება ეს არის მთელი პრობლემა თვითმმართველობის არჩევნებში რამე გადაწყდება
სიტუაციაში რეალური თემა რო იყოს და თვითმმართველობა აქამდე გამოიყენებოდა ხოლმე გამოცდილებით გამოიყენებოდა ისო პარლამენტში რომ ვიღაცა ბელადი მოხვედრილიყო ან რაღაცა და თუ იქ ადგილზე იქნებოდა გამოყენებული ვერაფერს ვერ აღარ არის ხა ის რო ხო ყური მოგაჭრა და დაგიჭირო ვერაფერს ვერ იზამენ ამ სიტუაციაში და ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს თვითმმართველობას და მეტიც ქვეყანაში იცვლება ესე ვთქვა ლანდშაფტი და მე მეც გეტყვი ალბათ ჩვენ კარგად რომ ქვეყანაში რეალური ვითარება დაიწყება როცა ამ რეგიონში ვთქვა ერთ პარტიას აქვს მოგებული აქ მეორე პარტიას აქვს მოგებული და კონკურენცია თვითმმართველობაში უნდა დავინახო შენ რის გამკეთებელი ხარ და უნდა გავინახო თვითმმართველობაში აბა არხი როგორ გაიყვანე ის კი არა იმ წუთში ბაიდენი და ჩართავდა ყველა არჩევს ბაიდენის და იმის საკითხს ტრამპის საკითხს გეგონება ყველაფერი გაარჩია ის ვერ გაგიგებია შედავლოცილო პრეზიდენტი ვინ არის და შეთავს ვერ მიხვდარ ხარ და არჩევს სოფლიო საკითხებს აგერ არხი გაიყვანე თვითმმართველობაში გაიმარჯვე ჯერ დამარწმუნე აბაში სასწაული გააკეთე ჩხოროწყურში გააკეთე ოზურგეთში გააკეთე რაღაცა მოდელი დანერგე და დავინახავ მე რომ ეს პარტია ხარ ამიტომაც გვამბობ ეკიდან თვითმმართველობაზე უარის თქმა იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა ეს. არ გადაიფიქრო. ნუ არ გადაიფიქრებენ არა, მაგრამ არ იფიქრო. მე ამოდროს. მოდი, რისი კითხვა მინდა. იაგოზე როცა ვთანხმდებოდით და რასაკვირველია ბერდები იყო სხვადასხვა მიზეზს თუ ერთია რომ ჩვენ ხა ვიყავდით თვითმმართველობის საგლის უთმობდით და ვიფიქრეთ და ვილაპარაკეთ რომ თუ დავინახავთ რომ ვინმე მონაწილეობს, რასაკვირველია ისევე მოვა და დაუთმოთ, მაგრამ ეხლა დროა ყველაფერი და ლაქ-ლაქი ხო ეხლა ადამიანი მოვიდეს და ამიხსნას რატო არ იღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ну არა მაქვს მე ესე ვთქვათ კითხვა და შეუძლია თვითონ ჩაწეროს. მე მაინც გირჩევთ მოიწვიოთ დაადასტურებინოთ რომ არ იღებენ მონაწილეობას. უნდა გითხრათ რომ უფრო რთული რო იყოს მე მე ტოვა უნდა გითხრა და მე რატო გამიჩნდა ეგაც რომ მაგაციცაძესთან შენ ამბობ რომ ჩვენთან რო იტყვის მე ვეღარ გადავთქვა. მაგაციცაძესთან სად გამიჩნდა ეგაც იცი უკვე მივხვდი ისედაც ვამონდე თვითმმართველობა დაწყებული ჩავხდი ტელევიზიон მაგაციცაძე ამბობს რომ თვითმმართველობის არჩევა და მოვიდნენ და გადაიჭრეს ვენები აი ხარაკირები გაიკეთეს რომ გარიანტი არ არისო აბსოლუტურათო კი ბატონო მორჩა ეგეთი სიტუაცია ხო და კარგი მოდი ეს ვარიანტი ავიღოთ რომ მე მაინც ვერ ვიჯი ერთი სცენარია ვთქვათ კაი არ არის ვასიკოს სცენარი ერთი სცენარია რომ არ მონაწილეობ და ნუ პრინციპში ეხა თუ შევხედოთ პოლიტიკურ სპექტრს რაღაცა რამდენიმე პოლიტიკური პარტია იქმნება თითქოს, ანუ შეიქმნა თითქოს უკვე ხო, ერთი რაღაცა სოციალური დემოკრატები, მეორე რაღაც თავისუფლების მოედანი ქმნის კიდე რაღაც პარტიას. ნუ არის კიდე ალტინფოს ჯგუფი თავის პარტიას აკეთებს ასე შემდეგ. ნუ რაღაცა პარტიები არის. ძალიან საერთოდ უცნობია მათი სასტარტო პირობები როგორია ელექტორალური, არ ვიცით, თქვენი ვიცით რა, თქვენი გაზომილია პატრიოტთა ალიანსის გაზომილია, ოღონდ თუმცა პატრიოტთა ალიანსი რას აპირებს ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ეგეც არ ვიცით. თქვათ ეს პარტიები მოიხსნა, ეს ყველაფერი გავიგეთ, რომ ნუ თითქოს ის მინიმუმ ოპოზიციასთან რაც დარჩება იმ ოპოზიციასთან, კარგი სასტარტო პირობები გაქვთ თქვენ გირჩის. მაგრამ ახლა ჩავთვალოთ მეორე სცენარი. რომ მე მაინც მგონია რომ მაგალითად გახარიას პარტია მიიღებს მონაწილეობას და ნუ იქაც რაღაცა ტიპის გადაჯგუფება იღეს შეიძლება ლიდერშიპმა თქვას რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას აი ვიღაცები რაღაც პარტიას აკეთებენ და ისინი თავისას აკეთებენ ასე შემდეგ ხო ამ სცენარში რომ მაინც მონაწილეობს რაღაცა ტიპით ის ოპოზიცია და ასე შემდეგ აი მანდ რა არის თქვენი ესე ვთქვათ შესაძლებლობები ამ პერიოდში რომელიც რჩება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ნუ ჩვენ მორალური უპირატესობა გვექნება იმ გაგებით რომ ადამიანებს ეუბნები რომ მოდი ხარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობ, მაშინ როცა მანდატებზე გაქვს უარი ნათქვამი. და არ ცნობ საპარლამენტო აი მაგალითად გახარიას არა აქვს მონაწილეობა მანდატებზე უარი. არა, ლეგიტიმაციას არ ვიცემ ხო გაიძახეს. არა, ეხლა ეგ იცი რა. ხო, მაგრამ მანდატები აქვს. არა, მანდატები აქვს, იმიტომ რომ ფული მინდაო. არა, ის კაზუისტიკა გიორგი, მაგას ამბობს, კაცო, ფული მინდაო. ყველაფერს ახლა ადამიანებით ერთმანეთს უნდა უთხრათ, ახლა ეს კაზუისტიკა არის კანონში ესე დაწერილი. რასაკვირველია უარი აქვს შეუძლია დათქვა, ახლა ფულს იღებ თუ არ იღებ, რა უარი ხო აქვს დათქვა. არა, უარი აქვს საპარლამენტო მუშაობაზე. უარს ამბობს. აბა ეგრევე არა, ბოიკოტზეც არ აქვს. ბოიკოტის განცხადებაც არ აქვს შეტანის პარლამენტში. ხო, მაგას ვამბობ, არა, არ ლეგიტიმაციას არ მიცემ ამ პარლამენტს. მე ვიყავი პარლამენტში, იაგო შეც ხო იყავ. სხვა შორის პარლამენტი არის. ფაქტიურად ახლა ეს ალბათ ეგრე უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს, არ ვიცი ხა ბოლომდე არ ჩავღრმავ, მაგრამ ერთადერთი დაწესებულებაა თუ შეიძლება ითქვას, რომელიც გარდა იმისა, რომ თავის რეგლამენტი აქვს, თვითონ უსაზღვრავს თავის თავს, ხელფასიდან დაწყებული სამუშაო როდის დაიწყოს, რაღაცა ხდა და გარდა მაგისა, უნდა გითხრა, რომ
შეუძლია თქვას რომ ესე იგი გამოვიდა რომ მე სამსახურში არ ვივლი იმიტომ რომ რაღაც მიზეზის გამო და ხელფას ავიღებ მაინც ესე იგი ამ რეჟიმში რომ გადაიყვანო არა მარტო საქართველოს გარწმუნებ რომ განვითარებული ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლები მომენტალურად არჩევიან სახში ეხლა ეგ რა კაზუისტიკა არის ხა პარლამენტში ვარ მაგრამ არ მივდივარ იმიტომ რომ ლეგიტიმური 4 წელი ეგრე არ იყო კაცო მთელი პარლამენტი ხო და ეგ არის თქო მაგრამ ეგ ეხლა არ არის საქმეზე ეს პლუსად ბოიკოტობა პლუსად ეს არ შემოუტრიალდება ეხლა ეს გამორიცხულია ისევე როგორც ის 4-ეული კოორდინაცია ჯერ ხო თებას არ დამთავრებული ეს კოორდინაციის თემა ხო არის კიდე ხო თქვა რომ სალომე ზურაბიშვილმა რომ მე კოორდინაციას ვაგრძელებ ეს თემასაც პარტია 2 ამ თემას ნუ უყურებთ ესე იოლად თქვა ეს ორი პარტია რო შეიქმნა ეს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდებმა და რო შექმნეს პარტია და ისინი ჩვენთან მოდიოდნენ მე რასაც ყოველდღე მოდიან ჩვენთან და მათი ძირითადი მოთხოვნა სხვადასხვის იყო კაი რამეს გეტყვი რომ პირველი მოთხოვნა იყო რომ ესენი არ დაგვანახოთ ეთერშიო ეს პარტიებიო პარლამენტში გასული პარტიები იყვნენ მაშინ ეს აქედან დაიწყო ჩვენი ისა რა ქვია ჩვენი ყოველსაღამოს სიტუაცია და სხვა შორის ერთ ისეც გეტყვი ცოტა რომ შევაბსობოქო აი მაკას გადაცემაში უყურებდი ერთ პოლიტიკოსს რომელიც გავიდა და მე ვერ გავიდა თუ გამოვიდა და ის ეს ხო არის რომ როგორც კი კითხვას უსვამ აქ რომ წამყვანი უსვამს უხერხულ კითხვას თქვენი გამოცადეთ დებატებში ხო იმ წუთში რა იწყება ხო ეს სწავლეს როგორც გარენჩას ფინტი რო იყო აი რაღაცას ეკითხები მაგალითად რომ წამყვანი არც გარენჩა არ არის მეც გითხრა არადონასია ფინტი არის აი და წამყვანების გავლით მაგალითად წამყვანი ეკითხება რაღაცას და პირველი არის რომ იცი რა მე არ გავაკეთებ თქვენი პარტნიორი რომ ამას აკეთებს განცხადებას და იწყება მე არ გავაკეთებ ამაზე განცხადებას არა და რა ვქო არ გააკეთებ პირველი ძირითადი პოლიტიკოსი რომ ამაზე უნდა გააკეთო განცხადება აბა რაზე აკეთებ ახლა განცხადებას ახლა შენი ის რო გააკეთებს ახლა სამ რო განცხადებას ახლა შენ თუ ამაზე არ გააკეთებ ახლა განცხადებას ან ვიღაცა კაი ეგეთი ახლა მეორე არ მოწონს კითხვა ხო და მე იმიტომ რომ მე პირველი არხზე რომ ჩაგრავენ და არაზოს არ მოხვალ და არაზოს არ მოვდივარ არა და ახლა როგორ არის ეს სტატისტიკა ძველი არ იყოს სულ არის ჩამოწერილი თითი რომ დააჭირო ახლა შეუძლია განახო ვინ ამდენჯერ არის მოსული ვის ან პრესცენტრია ყველაფერი არის ნათქვამი მაგრამ ამაზე უნდა გადაიტანოს ესე ვთქვათ ყურადღება და მეო ეხლა რა გითხრა მეო ამ სახალხო პროტესტს ვერთებიო და ამ სახალხო პროტესტის გამო ამ ეთერში როზივარ და ახლა წამყვანი გადირია ახლა რო თქვა როგორ რამდენი თქვენთან ამერიკა რამდენი თქვენი მოწულხარო და აღარ მინდა და აღარ თქვა აღარ დავზოგე ახლა იქ თორე ამაზე 5ჯერ აქვსო ის პროცესი დათქვამიო უარიო მაინც ამაზე და თავარი ეს კი არ არის აქ ეძახიან რომ და გარეთ რომ ახალგაზრდები რო იდგნენ მოსული რატო ესენი იძახდა ეგენი არ დაგვანახოთ ეთერში თქვენო ეს პოლიტიკოსებიო ნუ მოყავთო ესენი არ წარმოადგენენ ჩვენ იმას რატო გონები რომ მათ კონკურენცია მარტო იმისგან არ ეკდებათ ეს პარტია რომელიც აუცილებლად გადაიზრდება ეს ქუჩის მოძრაობა მიიღებს ამა თუ იმ სახით პოლიტიკურ სახეს, სადაც ეს ქუჩა იპოვის თავის გამოხატულებას. ვიღაცა იქით წავა, ვიღაცა აქეთ წამოვა, მაგრამ პასიურისკენ ვერ წავა. შენ თუ პოლიტიკურად აქტიური ხარ, პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, იმას ხო არ დაუჭერ მხარს. იმას დაუჭერ 4 წლის მერე, ხო? ეხლა ხო ვერ ვიტყვი რა ხა მე ახალგაზრდა რო ვარ თან. ვიღაცა პროტესტი მინდა, არ მინდა ეს კოცი, არ მინდა ვიღაცას უნდა დაუჭირო ხარი. ან შენ უნდა დაგიჭიროს, ან ვიღაცას ხო ეს არის? ესეც სამათი ის იქნება რა ქვია კონკურენტი პარტიაში რომ პარტიას თუ ვარსებ კონკურენტი ვარ უკვე ხო ესეა კი ბატონო ესეც ამიტომ შენ ესე თქვენი ოპტიმიზმი რას ეფუძნება ოპტიმიზმი პირიქით ოპტიმისტი თქვენ ხართ ამ შემთხვევაში რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენ პესიმისტურად უყურებთ ამ პრობლემას ესე შევატრიალე დაგვაბრალად მოდი იცი არის კიდე ერთი საინტერესო რამე აი თქვა არ მიიღეს მონაწილეობა რა პოლიტიკას ეხა ამ წუთას ესე რომ შევხედოთ ეს ჩვენ ბაგვატია როგორი რაღაცას გავს ხო ციბაგი რომ ისა ოპტიმისტია პესიმისტი ამბობსო რომ ეს რა საშინელ დღეში ვარ თუ რა საშინელ და ოპტიმისტი უნდა ჯერ სადახარო ხო და ანუ თემა ასეთია რომ ანუ პოლიტიკაში მონაწილეობა ეს გულისხმობს მათ შორის იმ რესურსებს რომელიც ამისთვის საჭიროა ფინანსური რესურსები იქნება ეს ნუ ყველაფერი ბოლოს ფინანსურ რესურსებამდე დადის ახლა მედიალური საშუალებების გამოყენებაც იქამდე დადის შენი აზრით ის რო ეს პარტიებია ეს ძირითადი პარტიები ვთქვათ დაუშვათ ეს სცენარი რო არ მიიღებენ მონაწილეობას ეს გამოათავისუფლებს ამ რესურსებს ნუ მე მგონი ეს უფრო გამოათავისუფლებს რესურსებს იმ გაგებით რომ
ნაკლები, ხალხის მოტყუების ნაკლები სტიმული ექნებათ ამათ. რესურსები აქვთ ამათ, მედია საშუალებები აქვთ ოპოზიციური მოიხსენებათ, რომელიც ყველაზე მედია საშუალებებსაც ფული ამუზრავებს. არა, გასაგებია, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ იქ როდესაც ამ მედია რესურსებს აქვს ფული და აქვს საქმე, რომ პროპაგანდა გააკეთოს კონკრეტული არჩევნებში მონაწილე პარტიების და ხალხი მოატყუოს ამათ სასარგებლოდ, ეს სტიმული ექნებათ ნაკლები. ზოგადად, რომელიც ახლა ჩვენ ცხადია, რომ ფული წინას არჩევნოთ ამ არჩევნების წინ ვერ ვიშოვეთ და უფრო ნაკლები რესურსი გვექნება, უკვე შეგუებულები ვართ ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე. მაგრამ ჩემთვის ისიც რესურსია, როდესაც ჩემი კონკურენტი არ მონაწილეობს არჩევნებზე და ნაკლებ ფულს ხარჯავს ჩემს წინააღმდეგ. ხომ არა, ნახე რას ვკითხულობ, პირობითად ავიღოთ რა, ბიზნესი, ესე დავარქვათ, აი ბიზნესი, რომელიც შეიძლება აქამდე აფინანსებდა ოპოზიციას. მე ამჯერ ამის სხვათაშორის. არა, თუ არის ასეთი ბიზნესი, არ ვიცი, მე სახელს და გვარს ვერ ვიცი. შეიძლება იყოს რაღაც გამონაკლისი ადამიანები, მაგრამ მე ამჯერა რომ ამ ქვეყანაში ბიზნესი ქართული ოცნებასთან შეთანხმების გარეშე ვინმეს აფინანსებს. ჩვენ ბევრ ბიზნესებს შევხედავ ვარ სხვადასხვა დროს. და მე თქვენ იცით რომ მაქვს საავტორო გადაცემა საქართველოს დაბადება. შენ ამბობ რომ არ არსებობს ეს თავისუფალი რესურსი. გეტყვით ახლა მარტივ მაგალითს გეტყვით რა, საქართველოს დაბადება მაქვს გადაცემა, რომელსაც თვეში დაახლოებით 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს სხვადასხვა პლატფორმებზე მარტო სოციალებში. და მე ვერ ვიპოვე ამ ქვეყანაში ამ გადაცემის სპონსორი. შევხვდი უამრავ ადამიანს, საჯაროდ მithოვია სპონსორობა ხალხისთვის და გადაცემაზე ვხურავ. წარმოიდგინეთ რომ როდესაც ამაზე მეტი სტიმული უნდა იყოს, ხალხი შაურმას ჭამს და ფულ თავზე აყრიან იმდენია, მაგრამ პოლიტიკაში სპონსორი როგორც კი ვიღაც გამოჩნდება და 40 მილიონი რო იშოვა, მე თქვენს ეთერში ხო იყო ნიკა გვარამიას რომ მელიას რო ვეკითხებოდით ფული საიდან თქო და რა მოაწყო ხო დაინახეთ. არა, მოიცა რა გითხარ. შესაბამისად რა მოაწყო, გინალით რა მოიცა, ახ დავარქვათ სახე. რა მოაწყო და მაგას მიახდა ციცაძე სიმძუჩი და დაუწყო აი პირველი არხი არ ბაზრობს სიცოცხლის საშუალებას. ხო, მაგრამ ეს კითხვა ხო იყო რომ ფული საიდან? და ფული საიდან შეკით ამ ქვეყანაში არის მთელი პრობლემა ჩემი აზრით ქართული პოლიტიკური სპექტრის და მთავარი დანაშაული, აი ბიძინა ივანიშვილს თუ რამე ქართულ პოლიტიკურ განვითარებასთან დანაშაული მიუძღვის, მთავარი არის ის რომ მან მოკლა პოლიტიკური პარტიების განვითარება იმითი, რომ სინამდვილეში აუკრძალა ყველას დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების განვითარება. მაშინ რამე ტიპის ფულის ჩასხმა. მოიცა იაგო, სამართლიანი რო იყო და ქართული ბიზნესში ხარ შენ რამდენი წელი პოლიტიკაში ხარ, რომ ატყობ რომ ქართულ ბიზნესს ეს სურვილი ქონდა? ქართულ ბიზნეს პოლიტიკაში არა, ვინმე აუგზალა თორე რას ლაპარაკობ, ესე იგი ვირბოდენ და დებდნენ? სულ აკრძალული იყო, მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს. სულ აკრძალული იყო. მარტო საქართველოში სამწუხაროდ პოლიტიკურ სპექტრში დაფინანსება მოსულა ხელისუფლების და ხელისუფლებასთან შეკრული პოლიტიკური ძალების და ამიტომ მე ხალხსაც ამას ვეტყოდი, რომ აი რა მტკიცებულება გაქვთ რომ ვიღაცაში თანხმდება? ფულზე დიდი მტკიცებულება არაფერი არ არის. მე 9 წელი ვარ. მაგრამ ეს არ ნიშნავს აკრძალვას. შეიძლება, მაგრამ არასდროს არ იყო თვითონ ბიზნესი. ისეთი გარემო მოაწყვე. ბიზნესი არ არის. ხო, მაგრამ აი მე რო ბიზნესმენი ვარ, რატომ მინდა პოლიტიკაში ფულის ჩადება? რა, რატო ასხამენ ამერიკაში ბიზნესმენები? არა, ხო და მაგალითად იდეაში ასხამენ. გეტყვი რატო ასხამენ? იმიტომ რომ ხო, იდეაში. უანგაროდ კი არ ასხამენ. ხო? ბიზნესი აწყობს. ლობიზმი აკრძალულია. არა, ხო და ამის მიუხედავად მე რო ბიზნესმენი ვარ, პოლიტიკას იმიტომ ვაფინანსებ, რომ იმან გეთანხმები, მაგრამ ლობიზმი აკრძალულია თქო. კანონით არის აკრძალული ლობიზმი. ხო და გავიგე ეგ ამბავი, მაგრამ საბოლოოდ ჩემი мотиваციაც ხო მხოლოდ ეგ არის. მე რას გეკითხებ? გადაცემასაც არ აფინანსებ, რომელიც პირდაპირ პოლიტიკასთან არ არის კავშირში, ისტორიაზეა. ხო და მე მაგას გეუბნები. ნახვები გაქვს და იცი რომ ამ ქვეყანაში ბიზნესმენები არსებობენ, რომელიც რაღაცაში იხდიან ფულს და შენ არ გეკარებიან. ხო და გვარამიას 40 მილიონს შოულობს. ანუ მე რატომ ვფიქრობ, რომ ხაზარაძემ TBC ბანკმა 1.3 მილიარდი შოვა წინა წელს. გესმით? და სისულელეებში ხარჯავს პოლიტიკაში. ამიტომ ჩემი დაკვირვებით მოსულა დააფინანსო პოლიტიკური პარტია თუ ის სისულელეებში ხარჯავს ფულს, სისულელებს ლაპარაკობს, ან შეთანხმებულია ხოცებთან, მაგრამ მე ხო 9 წელია პოლიტიკაში ვარ. და რავი, ყველა ჩემი ფინანსი საჯაროა. თქვენ რო იცნობთ ყველა ბიზნესმენთან მისულა, რან ხმა მიმიწვდენია. რომ რაღაცა ხო არ გქონიათ, აი ქართული ოცნებაში ბიზნესმენები როზე იქ ყოფილვარ, პარლამენტში იჯდნენ. და ვეუბნებოდი რომ ჩემი გადაცემისთვის ფული მომეცით. თქვენი რაიონის ისტორიას გადავიღებ, აი მივსულვარ ვიღაცას და მithქვია რომ შენი რაიონის ისტორიას გადავიღებ, როგორც ქუთაისზე გადავიღე, ბათუმზე გადავიღე, მარტვილზე გადავიღე, რა ვიცი, აი ამას გავაკეთებ და ფული მომეცი, რომ შენი რაიონის ისტორია დავწერო. და კაი მოვიფიქრებ. და მოსულა და ან არ გამოჩენილა მე, ან ბოდიში მოუხდია. მე ხო ზუსტად ვიცი, მე გადამხდენია. ვიღაცა რომ მეუბნება რომ 40 მილიონი ვიშოვე წინას არჩევნად. ვეუბნები რომ გიჟები ხო არა ხართ მართლა, ვის ატყუებთ?
სწორად დაინახე ეს არ არის კარგად რომ დაინახო და ფული შოვნისთვის საქართველოში ეს კულტურა კი ბევრი მიზეზია რატომაც არ ჩამოყალიბდა იმიტომ რომ ამერიკაში როდებს ბაიდენზე როდებს და ტრამპა როგორ დაარწმუნა მე ტრამპა და იმან თქვა რომ ბაიდენი არ მინდა და მინდა ტრამპი და იმან ჩადო იმაში ფული ეს არ ნიშნავს ყველა ბიზნესმენი ხარ შეიძლება ერთგვაზე იყოს ცხადია კაცო მაგრამ მან თელი ამბავი რა არის მე მგონია ხა რა ისე რომ შევხედოთ აი მე რო ვიყო ბიზნესმენი შენ მაგალ პატრიოტ ალიანს და ვიღაცას ფულს არ მივცემ რა იმიტომ რომ მე მირჩევნია მივიცე ხელისუფლებას ეს ფული და ვიცოდე რომ ჩემი ბიზნესი უსაფრთხოდ იქნება იმიტომ რომ ეს ფული არა არა გიძვირდება კაცო ისევ ამბობ გიძვირდება როგორ აი წარმოიდგინე ყოველდღიურად რა ტიპის შენ რა ბენეფიტს მაძლევ აი შეხვედით თქვენ 4 კაცი პარლამენტში და მე რა შეხვედით გასმის ეხა ჩვენ შორსავალ და კიდე მრავალფეროვნებაში და ეროვნული მართლობის დასრულებაში იხდი ფულს თუ მართლა ბიზნესმენი ხარ არა კაცო არანაირი ბიზნესმენი არ არსებობს შენ წავა მომსვენებელი არის საჯარო მოსამსახურების რაღაც კატეგორია ძვირად ანაზღაურებადი თორე ერთ წამში არანაირი ბიზნესი არ გექნება ნულზე დახვალ ხო და აი ამის შეცვლაში უნდა გადაიხადო ფული ამის გაძლიერებაში კი არა მაგრამ წარმოიდგინე ანუ მე რატო ვამბობ საკვედურს ბიძინა ივანიშვილის ამ გაგებით რომ ის რომ პოლიტიკური სპექტრი არის ბანძი თავის დროზე ამას ჩალიჩობდა შევარდნაძე თავის დროზე ამას ჩალიჩობდა მიშა და ახლა ამას ჩალიჩობს ბიძინა და ბანძი პოლიტიკური სპექტრით ქვეყნის განვითარება ვერ ხდება და როდესაც შენ გესმის სინამდვილეში რომ ეს ასეა უფრო მეტი მოგეთხოვება თორე პირველი ინსტინქტი რა არის რომ სულ მე ვიყო სულ შევეშევი ყველაფერი ბანძი იყოს ყველა პარტია დიდი სოფელი მოვაწყოთ სადაც ვერაფერმა ვერ გაიხარო თუ ჩემი ინსტინქტი არის რომ თუ ჩემი ინსტინქტი რომ სულ მე ვიყო რატომ უნდა შეუწყო ხელი ხო და ამაში მდგომა რომ შენ ვინ ხარ ანუ შენ ხარ სოფლის გამგებელი რომ ასე გინდა დარჩე ისტორიაში თუ შენ ხარ ადამიანი რომელსაც როგორც ილია ჭავჭავაძეს უნდა ამ ქვეყნის გარდაქმნა რაღაც დონეზე აი სხვა ქვეყნად ქცევა ეს ხარ ხო და საქმე იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ სულ სოფლის გამგებლებს ვირჩევთ და არა ადამიანებს რომელსაც უნდა ამ ქვეყნის გარდაქმნა და ეს არის უცვლელად ყველა ერთპიროვნული მართლობის პრობლემა ამ ქვეყანაში სამწუხაროდ და ამას ბევრი გამოვლინება აქვს მარტოს კი არა რომ პოლიტიკურ პარტიებს უნდა გამოიყვანონ რომ სულ ბანძები იყვნენ ვისაჭკუა აქ იმას არ მიცე რესურსი განვითარების და რესურსი მიეცი ვინც იდიოტია ან შენ თან შეთანხმებით სისულელებს ლაპარაკობს ტრობას თესავს აღვივებს აი ტრობას და დაპირისპირებას და საბოლოო ჯამში ქვეყანა რჩება ჭაობში შენ სანამ ჭაობში რჩება ქვეყანა შენ ამ ჭაობის გამგებელი ხარ ბიჭა ეს პარტიები ბიძინამ დააფინანსებინა როგორ აბა 40 მილიონი საიდან შევა გვარამია ეხლა მე შორს აგვიყვანს ეგ საუბარი და მომწვინე არა რატო არ პასუხან იკამელია მას საიდან მოიტანა ფული აგეთ პრეზიდენტში და ეს არის აუცილებელი რომ იმიტომ კი არ გეუბნები ბიძინა და ოცნება იყოს მომწვინე აგერ ეხლა ამბები არის მარტო გუშინ უსმინე და აგერ მომწვინე მე ინტერესით უყურებ ძალიან და მე კიდე გეტყვი ეთერისფერე მარტო ჩვენ რაც ტრიალებს ფინანსები დაკავშირებით მე გეთახვები რომ ძალიან საინტერესოა და შემოედინება და ისეთი თანხები შემოედინება თქვები რომ ჩვენ არ წარმოგიდგენია და აგერ გეტყვი აგერ ამერიკელები ამბობენ მილიარდები მოდიოდა ხო თვითონ ამბობენ ახლა ამჯერად მილიარდები საქართველოში არ მოსულა არა საქართველოში არ მოსულა საქართველოში რა მოც საქართველოში რაღაც ორი ბანკია ყველაზე დიდი არა გიგაშო მომისვიდე ბანკი აფინანსებს ორ ოპოზიციურ პარტიას რაც ვიცოდით და როგორ წარმოგიდგენიათ რომელიც მილიარდზე მეტ შოულობენ ფულის ჭრით ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ის ბანკები ოპოზიციურ პარტიას ბიზნეს გარშე აფინანსებენ ერთი TBC და მეორე საქართველო. ორი ოპოზიციური პარტიის დამფინანსებლები, რაც ვიცით. ეხლა შენ რასაც ყვები, რატო გელაპარაკები? ეტიუდს კარგად ალაგებ, არა? ეხლა როგორი თემა გამოდის, იცი რომ მომისვიდე? ეხლა კი გეცილება. ეხლა მე მართლა მაინტერესებს. რაღაცა მეგონა კი ვიცი. ესე გამოდის რომ თუ აი დავალაგოთ, ხა აი გიცხალი კიდე თუ გინდა ესე იგი აქ არის ბიძინა, ხო და აქ არის ოცნება. კაი, ჭადარი დავალაგე ფიგურები. ესე იგი აქაც ბიძინა არის, აქაც ბიძინა არის, აქაც ბიძინა არის, აქაც ბიძინა არის, აქაც მოიცა. მე ვაღიარებ ჭკვიანი კაცი. არა, თქვენ უბრალოდ ამ თქუას არ ხარჯავს იმაში, რომ ქვეყანა უკეთესი გახდეს. მოიცა და. აბა, მოიცა. ძალაუფლების შენაშრომაში ხარჯავს მხოლოდ. ევროკავშირიც ეგ არის, აბა რაზე ვლაპარაკობ? ეხლა როგორი სიტუაციაა, ეხლა დაახლოებით. მე ესეთი ეტიუდი მე შენ არა, მაგრამ გაგრძელებულია და აქ როლში რო არია და აქ თუ სოფლიოს შეჭრილები და ისო რა ქვია, ტრამპიო არისო, პუტინის კაციო. ხო არის ახლა იგივე ხო და აბა პუტინი აშვება საკუთარ თავს ებძვის მე ხო არ ვამბობ ბიძინა გვარამიას კაცია მეთქი არა გვარამია არისო ბიძინას კაცია გვარამია არისო ბიძინას ხო და აბა არა შენ მაშინ ძმაო შენ რა შენ დიხვაჩი ესე იგი ახლა მაშინ უკეთესი რაღაცას გეტყვი ახლა მაშინ შენეტიუც რაფერი გაგრძელება აქ იცი ეს გურული ვარ ხა და ეხლა უცებ ეს ბიძინა დამждარა მაშინ შენიუტიდან თქვა რომ მოდი ეხლა რაღაცა შეიცვალაო მოდი ახლა ამ 4 ფიგურასო რა უნდა ახლა მოდი ახლა გავცვლი ახლა ერთმანეთში და გადავდებ ყუთშიო და ახლა შემოვიყვან გიჩო თამაშიო ხო მაშინ ამას გეტყვიან ეგრე ხო არ არის ხა ცირა არა შეიძლება მითხარ მაგრამ მე ხო არ არის კაცი რომელიც მაგ თამაში აბა რატო გადის ეს 4 პარტია კაცო გვერდზე არა არ გავლენ ესენი არ გავლენ
კაი ბატონო. ხო, მოდი, ისა რა ქვია, მართლა უნდა წავიდეთ. სხვა შორის და ის გადაცემა ძალიან მე ხო თემისა რომ იქ მაქვს ზოგჯერ ამცირებია კიდე ძალიან საინტერესოა. მე მომიკრია ყური ჩვენთან უთქვიათ ხოლმე რომ აი რა ის იქნება რაღაც საკეთეს, მაგრამ ნუ ეხლა ხო წარმოგიდგენია ეხლა პირველ რახს რა ეთქვა თავისთავად ნორმალური თაჟე პოლიტიკურ პარტიაში ხარ ეთქვა რომ ეს დავაფინანსეო და მე უნდა აიღო მართლა ვიზა და წავხედი ანტარქტიდაზე ეხლა დაიწყება შეთქმულებაში. თუმცა შეთქმულების თეორიები, თუმცა მედიასთან უნდა გითხრა რომ გირჩი თვითონ გითხრა პლუსი მუშაობს აი გვერდადვარ თქვენ იცით მედიასთან მუშაობა შეიძლება გაჭირებამ გასავლათ შეიძლება. იმიტომ რომ უცნაური სიტუაცია რა ხო ეს სტატისტიკა რო ნახე. ამათზე კრიტიკა რასაც ქვია პირველი არხის მიმართ, ესე იგი არ თქვი ამათ დახევარ, თუმცა ბოროტება არ ყოფილა, გაწყობილა რა აი ის რასაც ქვია ლანძღვა უაზრო რომ ილანძღებია არ იცი რატო ლაპარაკობ. რო გადავხედე სტატისტიკა რომ ისე არის მუშაობენ, ესე იგი ამათ თუ არ დაბლოკავ ესენი გაიკვლევენ გზას ძალით თუ არ დაბლოკავ ამის არხის გარდა ყველგან დაბლოკილი ვიყავით ახლა როგორ ხო და ახლა თქვენ პლუსად გეუბნები თუ ამას მონაწილეობას არ მიიღებენ ესე ის ხო თქვენზე გადმოერთვებიან აბა რას იზამენ ახლა პეპლებზე ხო არ ილაპარაკებენ არა ნუ იქ არ ვიცი მათ საერთოდ მე ამჯერად მოკლედ ესენი მე მგონი ასე არის იმაზე ოპოზიციურ არხებზე ჩვენ რომ მოგვიწევენ იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ პირველი იქ რასაც ჩვენ ვაპირებთ იმას რა ვინც არიან ეს ვუთხრათ ეს იციან. ხო, მე საერთოდ გონია რომ ის არ ვამხილოთ სამხილებელი. თუ ეს ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ამ არხების არსებობასაც აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა მაშინ. ანუ რისთვის არსებობს ეს არხები, რომელიც ოპოზიციური არხები ეგრეთ წოდებული, არსებობდნენ იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის შეექმნათ მედიალური პლატფორმები და ეხლა თუ ამათმა გაიუქმეს თავი, იმათ ყოფილა. არა, ესენი დენათ უნდა მოსწონა ხალხი. ხო, თუმცა მე ამათ სიტყვას არ მნიშვნელობა არ გააჩნია. ჩვენ შეთქმულებაზე ეხლა მაშინ იტყვია რომ ჩვენ ესე ვთქვათ შეკრულება ვერ ვერთ, იმიტომ რომ ეცხო ცნობილი რომ გილჩი რომ მოა დახურავ საზოგადოება მაუწყებელი. ეს არის. ანუ დახურავს იმ პლატფორმას, სადაც ერთადერთი რომელსაც ეძახიან. სხვადასხვა უნდა გითხრა, გილჩი არის ერთად რომელიც იძახის და ეს ნამდვილი ამბავი არის. აქ ჩვენთან არის მიტინგი და ვიღაცამ დაწერა ღვთისმიერმა. მოგვეცით პირდაპირ ეთერი და მოგვეცით პირდაპირ ეთერი და გადის ეს პირდაპირ ეთერი და ვიღაცა დაწერა ხალხი საოცრებას უყურებ ადამიანი გაზონა პირდაპირ ეთერში იტყოს პირდაპირ ეთერში ჩემთვის უფრო დიდი საოცრება რა იყო იცი რომ პირდაპირ ეთერს საზმაოზე ითხოვდა ხალხი რომელსაც სამი ოპოზიციური ტელევიზია აქვს და 24 საათის განმავლობაში უბრალოდ უსაქმური ჭორავობა გაჭარბებული თუ რამეს თქმა გინდა უფრო რეიტინგული ოპოზიციური ტელევიზიები გაქვს იმას არ იყენებ იქ ჭორავობ და მოდი ხარ საზმაოში და ითხოვ ეთერი მომეციო დეგენერატი თუ არა ხარ ამას როგორ აკეთებ ჯერ მოდი მოითხოვე მთავარის გახსნა, მოითხოვე TV პირველის გახსნა, მოითხოვე ფორმულას გახსნა. ის დაბლოკილი გაქვს ლაპარაკისთვის. მოდი ხარ საზმაოში და ყვირი ხარ გამიხსენეთ საზმაო. გიხსნიან და მაინც არაფერს არ ლაპარაკობ. იგივეს ბოდავ რასაც იმ სამარხებზე. ეს არის ჩემი აზრით, აი მთავარი რო უყურებ თან სასწაულს რო ხედავ, რომ ასეც იგიჟეს ადამიანები როგორ აკეთებენ. და კითხვა როგორ არ უშდება არავის. ეს რა გვინდა საზმაოს ეთერი, როცა სამი არხი გვაქვს, უფრო რეიტინგული და იქ არაფერს არ ლაპარაკობთ. ის რა ქვია, მოდი ვამთავრებთ და ესეთი ტრადიცია გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრის ესე ვთქვათ, შენი ოპტიმისტური ხედვით დავამთავროთ. ჩვენი ოპტიმისტური ხედვით? ეს ოპტიმისტური არის თან რეალისტური, იმიტომ რომ მე ბატონ ვასიკოს შეუერთდები ოპტიმისტურ ხედვაში და მოდი იმედს დავიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები სიტყვას შეასრულებენ და ქართველი ხალხი ერთხელ მაინც გავა არჩევნებზე, სადაც არჩევნებზე ვინმეს გამარჯვების ან წაგების შემთხვევაში რაღაცა ბოროტება არ ბრუნდება ან ჩელიაბინსკში არ ვიღვიძებთ. ჩვეულებრივი აი საომარ მდგომარეობაში კი არ გვექნება არჩევნები. პირველად ამდენი წლის განმავლობაში იქნება ჩავატაროთ არჩევნები, რომელიც არ ტარდება საომარ მდგომარეობაში. ეს იქნება ჩემი ოპტიმისტური ხედვა. სხვა ახლა უფრო მეტად ოპტიმისტურს რო გითხრათ რომ ჯერა რომ უცბად ადამიანები გაიღვიძებენ, გამოვხიზდებიან, აზზე მოვლენ და სწორ არჩევანს გააკეთებენ, მე მასეც არ მჯერა საყოველთაო დემოკრატიის. კი ბატონო, ისა რა ქვია, კეთილად დავამთავრებ ამ იმას და არ ვიტყვი რომ მაინც სკეპტიკური ვარ თქო. არა, მოდით ვიყოთ ახლა ბატონო ვიბაძოთ და ვიყოთ ოპტიმისტური. მე ისე მინდა გითხრათ რომ თქვენ გაიმახსოვრ რომ მაინც მინდა რომ დაიხსოვოთ. ამერთხელ დაუჯეროთ ოპოზიციას. ჩემი პროგნოზებს თქვენ ესე თუ წამოგრათ, კითხულობენ ხომ დაიხსოვეთ მაინც ეს ამბავი. ხო და ამერთხელ დაუჯეროთ ოპოზიციას. მოვა დავხურავს თან შედებთ. არა, თქვენ იპოვით, ჩემი აზრით თქვენ იპოვით ცხოვრების და პროფესიის გაგრძელების ბევრად უკეთეს საშუალებას დარწმუნებული ვარ ამაში. კარგით, მადლობა მეგობრებო, განხილვისთვის, ამ სტუმრობისთვის. ესე იგი, გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში.